სტრესულია თუ არა კონტენტ კრეატორობა. მაგრამ ხანდახან სადღაც მიდიხარ და უბრალოდ აი არაფრის გაკეთება არ გინდა და უბრალოდ გინდა რომ იწვე და არაფერი არ აკეთო და არავინ არ გელაპარაკებოდეს. ისე კიდე იღებს სიამოვნებას ვიდეოების კეთებისგან და დაფაბლიშებისგან. დასრულებულ ვიდეოს რო უყურებ არასოდეს არ მომწონს, ან ყოველთვის მეზიზღება ჩემი ვიდეო. შენი აზრით TikTok live-ებს რატო აკეთებ ხალხი? არ ვიცი. მე პირადად არ მაქვს პრობლემა რომ ჩემი ჩარიცხული ფულიდან ვიღაცამ მანქანა იყიდოს. სტივ ჯობსი რომ ცოცხალი იყოს ახლა როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება? ფიქრობ რომ შვილებს ანახებ შენს TikTok-ს ან Instagram-ს? შენი აზრით წლების მერე ექნება რაღაცა ღირებულება შენ ვიდეოებს? ყველაზე დიდი მითი რაც ინფლუენსერზე გაგიგია. სადღაც მინანია კიდეც მაგაზე რომ ამ ყველაფერს არ ვუყვები თუნდაც რა ჩემ გამომწერებს რაც ხდება. ძალიან ბევრჯერ შემხვედრია რომ ზოგიერთ უცხოელ TikTokers გაცილებით უფრო ხარისხიანი და ძალიან მაგარი ეფექტებით გადაუღია რაღაცა კონკრეტული კადრი ვიდრე ფილმში და მე მგონი TikTok-მა რაღაცა დოზით ძალიან აწია თამასა. გაიხსენე რისი შეგრცხვა ბოლოს? მე მგონი ეგარი. შეგვიძლია რომ დავიწყოთ. გამარჯობა მეგობრებო, ეს არის კიდევ ერთი პოდკასტის პირველი ეპიზოდი. მე ლეონ თაღიაშვილი ვარ, მარკეტერი, ეხლა ვცდილობ რომ ვიყო კონტენტ კრეატორი და შევუერთდე YouTube-ის საზოგადოებას და ჩვენი პირველი სტუმარი არის ნიკა ბაქრაძე. გამარჯობა. აც უკვე გამოცდილი კონტენტ კრეატორი, ინფლუენსერი, ტექ ბლოგერი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირიქით მადლობა დაპატეჟებისთვის. დიდი პატივია რომ პირველი ვარ შენს პოდკასტში. არც მახსოვს როდის გთხოვე, რამდენი თვის წინ იყო რომ ვაკეთებ ამ ამბავს თქო და ძალიან მიხარია რომ ესე ხორცშესხმულს ვხედავ ჩემს იდეას, იმიტომ რომ რაღაცა ეგ კოლინგი და ეგ მოწოდება რომელიც ადამიანებს გვაქვს, მე მგონია რომ აი უეჭველი უნდა გააკეთო, თორე ისე შეგაწუხებს რომ ძალიან რთული იქნება მაქედან ამოსვლა რა და რამდენიმე თვე არა, წელიწად ნახევარია, სადღაც მინდა ამის გაკეთება და მოკლედ მიხარია რომ როგორც იქნა დავიწყეთ. ბევრმა მკითხა სხვათა შორის რომ დავდე TikTok-ზე რომ ვაკეთებ მეთქი, რაზე იქნებაო რა. ძირითადად ალბათ უფრო მოვერგებით სტუმრებს, მათ პროფესიას. მე პირადად ძალიან მიყვარს. შენ თვითონ თუ უსმენ ისე პოდკასტებს? იცი რა არის, ბოლო პერიოდში უფრო ხშირად რა, ეხა ადრე რამდენიმე წლის წინ რო გადავხედოთ ხა საქართველოს ბაზარზე კონკრეტულად რა, იყო რამდენიმე პოდკასტი, თუმცა ეხა კონკრეტულად აი მგონია რომ ძალიან ისეთ ბუმ პერიოდში ვართ რა და ძალიან ბევრი იწყებს პოდკასტს, რაც ანუ ძალიან კარგია რა. იდეაში მე ხა პრინციპში მანქანით არ დავდივარ ხოლმე, მაგრამ ვინც დადის მანქანით, რამდენიმე ჩემი მეგობარი არის, ვისაც ვიცნობ და თქვათ საცობებში იჭადებიან და უსმენენ პოდკასტს რა, ძალიან ისეთი პროდუქტიული რაღაცა არის რა, თან საცობში შეიძლება იდგე და თან რაღაცა საინტერესო ინფორმაციაც სხვათა შორის დიდი ხანი იყო ეგ ჩემი სოლუშენი რომ საცობში მესმინა პოდკასტისთვის, მაგრამ ბოლოს ისე გავჭედე საცობებში რომ ორბორბლიანზე გადავედი და დღეს სკუტერით რო დავდივარ, ვარ უბედნიერესი, აი ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს. ბევრი მეკითხება ხოლმე რომ ხო არ გცივა, რაღაცა დისკომფორტი ხო არ გაქვს და კი რა თქმა უნდა ხანდახან მცივა, დისკომფორტიც არის, მაგრამ იმდენად არ მიყვარს საცობი, რომ მირჩევნია, რომ ეგ ნაწილი დავთმო რა. ხო და რა უნდა მეკითხა, იცი რადგან გაიწელა ჩემი პოდკასტის გაშვება, საკმაოდ ისეთი გამოცდილებები დავაგროვე ამ ჩემი წარუმატებლობების, იმიტომ რომ ხო არ ფიქრობ, რომ ცოტა გავამარტივეთ კონტენტის შექმნა იმ კუთხით, რომ აი ბოლო პერიოდში TikTok-ზე ძალიან ბევრი ვიდეო მხდება, რომ აი რა უნდა კონტენტის გაკეთებას, უბრალოდ ჩართე შენი iPhone-ი, დადე ვიდეო, მთავარია რაც კონსისტენსი, რასაც ვეთანხმები და ორი ხელით მივესალმები მაგ ამბავს, მაგრამ ამ ყოველს ხო აქ მეორე მხარე, ხა მაგალითად პოდკასტი რო ავიღოთ, ეხა რასაც ვწერთ. ერთი შეხედვით უმარტივესი რაღაცაა, არ არის აქ 3D ანიმაცია, არც ექშენი და სასწაული ედიტინგი არ ჭირდება ამ ყოველფერს, მაგრამ გჭირდება სივრცე, სადაც უნდა დაიწყო ეს ყველაფერი. გჭირდება კარგი მიკროფონი, რომ ადამიანებს ხმა გააგონო, განათებები, არ ვიცი, მინიმალური დეკორაცია და ასე შემდეგ. რაც მარტივი არ არის. და მადლობა პირველ რიგში პოდკასტარიას, რომ ეგეთი სერვისი გააკეთა, რომ შეგიძლია რომ მოხვიდე იქირაო მინიმალურ ფასად და რაღაცა გააკეთო. აი შენი აზრით მაგამ ბავშვი ხო არ ვაჭარბებთ ბოლო პერიოდში. რამდენად მარტივია კონტენტის შექმნა? იცი რა არის, ანუ იდეურად მართვა მარტივია რა, თან TikTok-მა, როგორც კი შემოვიდა TikTok-ი რა 2020-ში აი ზუსტად პანდემიის დროს გაამარტივა მთელი ეს პროცესი რა, იმიტომ რომ უფრო ფასეული გახდა თვითონ ინფორმაცია, რა ინფორმაციასაც იღებ თვითონ ვიდეოსგან რა.
და შინაარსიანობა. ხო, აი ძალიან ისე გაგვათავისუფლა რა, აღარ გვჭირდებოდა რაღაც თითქოს განათებები ისა ესა, პირდაპირ შეგვეძლო დაგვედო ტელეფონი რაღაც შტატივზე, ხავათით ყოფილიყავით საერთოდ მოსაცმელით და ისე რაღაც ჩაგვეწერა ვიდეო, სადაც საინტერესო ინფორმაციას გადმოვცემდით რა. იდეურად მარტივია, მაგრამ შენ როდესაც აბა ნახვები თუ გინდა მე რა ხდება. ხო, აი ნახვები თუ გინდა, ანუ კონტენტ ლაინს როგორც კი შექმნი, რაღაცა ნიშას როდესაც იპოვი რა და მერე უკვე ლოგიკური გაგრძელება არის ამ ყოველფრის, რომ აუმჯობესებ ხარისხს რა და როგორც კი აუმჯობესებ ხარისხს, მან განათებები იყიდე, ახალი მიკროფონი იყიდე, კამერა იყიდე, ამ ყოველფერს რაღაცნაირად გაწურთნა სჭირდება რა და აი რაღაცნაირად უნდა მოერგო რა და რაც უფრო ვითარდები, ყოველფერი უფრო კომპლექსური ხდება რა და შესაბამისად კონტენტიც ეგრე არის რა. ანუ შენ თვლი რომ გარდა აღჭურვილობის და განათების კამერის ასე შემდეგ რაც ალბათ გარკვეულწილად მაინც აუცილებელია, ძირითადად მაინც შინაარსია თუ იქით საიკენიხლები შენ. მე ორივე მხარეს ვარ, აი თუ სწორად შემიძლია აუხსნა რა, რაღაც ნაწივად მე თვითონაც შეიძლება ისეთი ვიდეოებისგან მივიღო ინფორმაცია, რომელიც ძალიან ისეთი უშუალო და თავისუფალია რა, შეიძლება არც განათება ქონდეს, არც კარგი კამერით იყოს გადაღებული და ასე შემდეგ, მაგრამ თან მეორე მხრივ სიამოვნებს, როდესაც ხარისხიანი კონტენტი არის რა, როდესაც კარგი კამერით არის გადაღებული, კარგი კადრები არის, გემოვნებიანი მუსიკა არის შერჩეული ამ ყოველფერზე, ბითებზე დასმული და ასე შემდეგ რა. შესაბამისად, ნუ ორივეს პატივს ვცემ რა. მაყურებელი შეამჩნევ და წინ რაღაცები გვაქვს. Vision Pro-ზე ვისაუბრებთ აუცილებლად, აქ არის პატარა აკვარიუმი, რომელიც ესე რაღაცა ეკონომიურად რაღაც გამოწერას ვაპირებდი. აი ეგეც როგორი უცნაური არის, ანუ ყველაფერს ჩემი გონება უკვე ეძებს ონლაინ რა. მინდა რომ მოიტანონ ძალიან მალე, მაგრამ შევედი სადაც მაღაზიაში და 10 ჯერ უფრო იაფად ვიყიდე რაღაც და აქ არის იქნება ხოლმე კითხვები, რომელიც დაგვეხმარება რომ უფრო რაღაცა დინამიური იყოს, ამოიღოთ ან თემა შევცვალოთ. სხვა შორის მინდა რომ იაქტიუროთ კომენტარებში. ხო, არხი ეს ცოტა ახალია და არხი გამოიწერეთ. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, რომ მიუხვდეთ, რამდენად მოგწონთ. ესე მიხვდება ალგორითმიც, რომ კარგი ვიდეოა და რაც შეიძლება მეტ ადამიანს ანახებს, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ არ გთხოვენ ხოლმე კრეატორები რომ დაალაიქეო და კარგი იქნება თუ თქვენც დაგვიწერთ კომენტარებში კითხვებს, რომელიც აუცილებლად თუ იქნება საინტერესო მოხდება შემდეგ სტუმართან. ერთს დაგასპოილერებ, გეტყვი რომ ერთ-ერთი არის რომ დაუტოვე კითხვა შემდეგ სტუმარს, კი, აქ ასე რომ ცოტა იფიქრე მაგაზეც რა შეიძლება დაუტოვოთ. ერთ ამბავს მოყვები და მე უკვე შეგვიძლია რომ გადავიდეთ კითხვებზე, აი მაგნაწილში მოკლედ როგორც თქვი, ბევრი რაღაცა წარუმატებელი პროექტი დამიგროვდა მეც YouTube-ზე, იქნება თუ TikTok-ზე თუ ასე შემდეგ და მივაგენი ამის მიზანს, რაც ძალიან ბანალურ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ ეგრე იყო. ძირითადი პროექტებს ვიწყებდი, იმიტომ რომ რაღაცა თავიდანვე კომერციული ხასიათი მიმეცა და გათვლა მქონოდა მაგაზე რა და მაგით ვერ ვკაიფობდი მოკლედ. თავი მიზანი ეგ იყო. რომ მივხვდი რომ მაგან არ იმუშავა და 1-2 ჯერ ეგეთ რაც გავაკეთე და ფიზიკურად არ წაიღო, მე მივხვდი რომ უბრალოდ რაც სიამოვნებს მართლა TikTok-ზე, ეგ იყო ბიზნეს ლიტერატურა, ჩვეულებრივი ხატრული არა, უფრო ბიზნეს ლიტერატურა, რაზეც ისედაც ველაპარაკებოდი ადამიანებს, ისედაც უცვლიდით ხოლმე ერთმანეთს რჩევებს, არ გავკადნიერდები და არ ვიტყვი რომ ვიღაცას ურჩევდი. ერთმანეთს უცვლიდით, უბრალოდ მაგაზე დავიწყე კონტენტის კეთება. მე რა თქმა უნდა მივხვდი რომ მარტო არ გაკაჩავდა და რთული იყო ყოველდღე რაღაცის დადება და ცოტა ფილმები, სერიალები, რაღაც ტიპები დავამატე. მაგან ისე გაამართლა რომ წელიწად ნახევარში ჩემთვის ძალიან უცნაურ რიცხვებზე ავდი, რაც ჩემთვის ძალიან წარმოუდგენელი იყო. თვეში არის სადღაც 1 მილიონი ნახვა, 16300 გამომწერი მყავს, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და აი ძალიან დიდი ადრენალინი მომცა მაგან რა, რომ აი მივხვდი რომ რაც მართლა გისწორდება და მოგწონს იმის კეთება, ეგ უნდა გააკეთო რა. აი მაგას შენ ვიცი რომ ემხრობი, მაგრამ აი ბოლო პერიოდში თუ გქონია ეგეთი გამოცდილება ზოგადად როგორც წარუმატებლობის, ისე პირიქით. იცი რა არის კი, ანუ შენ რაც თქვი, ახლა ძალიან სწორი არის რა, ანუ ის უნდა აკეთო და ის ვიდეოები უნდა დადო, რაც გსიამოვნებს რა. მეც პრინციპში ეგრე აღმოვაჩინე ჩემი კონტენტ ლაინი რა, რასაც მივყევი სუსუ თავიდან. სხვა ვიდეოებს ვდებდი, ანუ ექსპერიმენტი ესეთ დროს არის აუცილებელი, იმიტომ რომ უნდა გატესტო რა შენი თავი, რა მუშაობს, რა არ მუშაობს, რაში ფეილდები, რას მიაქვს, როგორ ვიდეოს მიაქვს და შესაბამისად როგორ ვიდეოსაც მიაქვს, ისეთი კონტენტ ლაინი უნდა აწყო რა, ისე უნდა იპოვო შენი რაღაცა პატარა კონკრეტული ნიშა რა და როდესაც შენს ნიშას იპოვი, უკვე მაქედან იზრდები უკვე რა.
ხო და ძირითადად ეგ არის რა. კაი, ამაზე კიდე მაქვს კითხვები. დავაი, დაწყე პირველი კითხვა, შეარჩიე. მაგასაც თავის მუღამე, ხო იცი რო არჩევ, რო არის. რანდომად რო შეგიძლია არჩევ. რო არის რა კითხვა ამოვა. აბა ნახე. გაგვიკითხე ხმა მაღლა. 3 ქართველი იუთუბერი და 3 ტიკტოკერი, რომელსაც უყურებ. მოდი ტიკტოკერებიდან დავიწყებ, იმიტომ რომ ჩემთან უფრო ახლოს არის 3 ტიკტოკერი, რომელსაც უყურებ. არის. მოდი გაგირთულო, სამეგობროს გარდა, შენი მეგობრები არ თქვი. ეგ მარტივია. ელენიკო, მოკითხვა შენგან. მე თქვა? შენ მესამე. ოკეი. მართლა უყურებ ხოლმე თუ ეხა ეს ისე მითხარ? აი, კაცო, როგორ არა. და 3 ქართულ იუთუბერს რაც შეეხება, აი აქ ცოტა შეიძლება გავიჩინო. მოიცა 2 იყო. 2 იყო. ელენიკო და მე 2 აი. ლინაკო? ლინაკო. ლინაკოსაც მოკითხვა აქედან. მოკითხვა. ხო და ქართულ იუთუბერებზე ცოტა შეიძლება გავიჭედო, იმიტომ რომ სიმართლე გითხრა, უფრო YouTube-ზე ვუყურებ უცხოურ კონტენტს რა, უცხოურში გულისხმობ tech review-ებს, მსგავს რაღაცებს რა. ხო და რავი, შემიძლია დაგისახელო ვთქვათ 3 ისე იუთუბერი. მიდი. მარკეს ბრაუნლი, რა თქმა უნდა, ტოპ უნივერსალური ტოპ არჩევანი tech სივრცეში. Mr. Who's the Boss-ი ალბათ. ეგ არ ვიცი. და Jerry Rig Everything თუ იცი. რო შლის ტექნიკას და რო იმაშვა. ეგ ძალიან ტექნიკას გაუყევი. ეგენი არ მაქვს ნანახი, მაგრამ ბრაუნლი ძალიან მაგარია. აი ისეთი სასწაული ხარისხი აქვს, თან მრავალფეროვნება რო. კი. კიდე რას მინდა შევეხო, იცი? ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური არის ეს YouTube versus TikTok-ი და მთელი ამბავი. კრიტიკა ხო, ალბათ კრიტიკაც არის ეგ. შენი აზრი მაინტერესებს მაგასთან დაკავშირებით. ჩემი გადმოსახედიდან ერთმანეთს საერთოდ არ უშლის ხელს და იმას ვეთანხმები, რომ TikTok-ზე ერთ-ერთი ყველაზე არარეგულირებადი და მიშვებული პლატფორმა არის. არ ვიცი რატო და როგორ, მაგრამ ფაქტია ეგრეა, მაგრამ ერთმანეთს კარგად ყვებავს რა. ეხა ამ პოდკასტის ნაწილებიც ბუნებრივია ამოჭრილი დაიდება TikTok-ზე და იქიდან ვეცდებით რომ წამოიყვანოთ ადამიანები. შენ როგორ უყურებ მაგას YouTube versus TikTok-ის ამბავს? საერთოდ არის თუ არა ეგ დაპირისპირება შენთვის და რავი, რამე აზრი თუ გაქვს მაგაზე. იცი რა, ქართულ სივრცეში ცოტა აი მგონია ყოფილა ეგეთი დაპირისპირებები, თუმცა ეგ კონკრეტული კრეატორებისგან მოდის რა, რატო ვერ ვიტყვი და არ ვიცი, იმიტომ რომ მქონია მეც რაღაც წივა თითქოს აგრესია, რომ რაღაც იუთუბერები ჯობიან TikTok-ერებს რაღაც ეგეთი ცოტა სისულელი თემაა ჩემთვის რა, მაგრამ ზოგადად ანუ პლატფორმები განსხვავდება რადიკალურად, გინდა არ გინდა, მაგრამ შენ როგორც თქვი, ერთმანეთს არ უშლის არანაირად რა. ანუ თუნდაც რაღაცა ჩოვლებრივ free time-ში შეგიძლია როგორც TikTok-ის ქროვო, ისე, ну YouTube-ი ცოტა მაინც ესეთი ტიპია, რომ მაინც ყურადღებას მოითხოვს რა. TikTok-ი თუ შეგიძლია რაღაცა ისე რანდომად ქროვო, რომ ყურადღების გარეშე გაფანტულად იყო და ასე შემდეგ და სხვა ტასკები გააკეთო მაგალითად, YouTube-ს მაინც ცოტა ყურადღებას სჭირდება ხოლმე ხანდახან რა. ну გააჩნია რა თქმა უნდა, რასაც უყურებ. მაგის მიხედვით. აქ ის ამბავი ხო არ არის, რომ YouTube-ზე მოდი ვთქვათ რეალურად, რომ კონტენტის შექმნა უფრო მეტად შრომატევადია რაღაცა კუთხით. უფრო ნაკლები სიხშირითაც შეიძლება დადო, მაგრამ ძალიან შრომატევადია, ამას ორი ხელით ვეთანხმები და რაღაცა დოზით წამოვიდა ის ტენდენცია, რომ თუნდაც ფინანსურად მომგებიანი შეიძლება უფრო ყოფილიყო TikTok-ის გაკეთება და ეგ უფრო მეტი შემოსავალს იღებდა და რაღაცა კუთხით შეიძლება ამ ადამიანებში იყო არასამართლიანობის განცდა რაღაცა ეგ, აი მაგას ეთანხმები? კი, იცი რა არის, ანუ შეიძლება ეგრე იყოს რა და არ გამოურიცხავ, იმიტომ რომ YouTube-ის ვიდეოს შექმნა მართლა ძალიან შრომატევადია, ახლა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მე როდესაც რაღაცა гаджеტის რევიუს ვაკეთებ YouTube-ის ფორმატისთვის, სადაც გაწერილია დაახლოებით 7-დან 10 წუთამდე ქრონომეტრაჟი, მან სხვადასხვა ლოკაციები გჭირდება, A-როლი გჭირდება, B-როლი გჭირდება, სხვადასხვა მუსიკები გჭირდება, რომ დაადო ამ ყველაფერს, სხვადასხვა მუდი გჭირდება, რომ სხვადასხვა წუთებში შექმნა, ძალიან შრომატევადია რა, ძალიან. ანუ მე თუ რაღაცა YouTube-ის ვიდეოს ვაედიტებ, ყოფილა ისეთი მომენტებიც, რომ ერთი კვირაც კი გასულა, ანუ შეიძლება რაღაცა კონკრეტული ვიდეოს სეგმენტისთვის სწორი მუსიკა ვერ შემერჩია ერთი კვირის განმავლობაში და მაგიტო თქვა დამიგვიანებია ვიდეო რა, იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად YouTube-საც აკეთებ ხო უბრალოდ ელიტისთვის? ხო, ელიტისთვის ვაკეთებ. შენ პირადი არხი ხო არ გაქვს, ხო სწორად ვიცი. ჩემი პირადი არხი არ მაქვს, თუმცა ანუ მაინც რა, როდესაც ამ ელიტის რევიუებს ვაკეთებ, ძალიან ისეთია რა, შეიძლება ძალიან დიდი დრო წაიღოს.
ოკეი. თუმცა მაინც იმასაც დავამატებ, რომ TikTok-იც ეგეთია რა, ანუ მით უმეტეს თუ კამერით იღებ კონტენტს, ძალიან ის არის რა. მაგაზე არ ილაპარაკო, კითხვები მაქვს შენახული, რითი იღებ და როგორ. კაი, წავედით შემდეგი კითხვისკენ. ოკეი. აბონახთ. გვირჩია 3 წიგნი. წიგნებში ძალიან შორს ვარ. ეგ უნდა მეკითხა, გაქვს საერთოდ დრო რომ წიგნები იკითხო? სამწუხაროდ არა და ძალიან მინდა რომ გამოვყო ზოგადად ჩემ ცხოვრებაში დრო არა მხოლოდ წიგნებისთვის, არამედ სერიალებისთვის რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი სერიალი არის გამოსული, რომელიც მინდა რომ ვნახო, მაგრამ დრო სამწუხაროდ არ მაქვს, იმიტომ რომ ჩემი რუტინა ცოტა ისეთია რა, სულ მუშაობას ითხოვს რა. სამწუხაროდ. ოკეი, კაი, მაშინ ბავშვობიდან ან თინეიჯერობიდან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომელმა წიგნმა მოახდინა ეგ გითხარი. თუ გახსოვს რამე ეგეთი? ჩამჭრელი კითხვა. ძალიან ჩამჭრელი კითხვა. ამ წიგნებზე ყოველთვის აი ყველა როგორ იძაბება ხოლმე, რომ ყველას მე მაგალითად ხო მქვია ვიღაცებისთვის მქვია რომ რაღაცა წიგნებზე ვაკეთებ TikTok-ს რა. სხვებთან შედარებით ძალიან ცოტა წიგნი შეიძლება მქონდეს, იმ დროს დავითვალე დაჟე, რამდენი წიგნი მქონდა წაკითხული. სახში მაქვს სადღაც 170-მდე წიგნი, სადღაც იმ წიგნებიდან 100 მაქვს წაკითხული და დაახლოებით ალბათ 30 წიგნი იქნება, რომელიც ან ადრე ბიბლიოთეკაში წავიკითხე, ან ვიღაცა მათხოვა ასე შემდეგ. რეალურად სადღაც 130 წიგნამდე ავდივართ. ეს არის ძალიან ცოტა რაოდენობა იმისთვის, რომ ვიღაცას რაღაცა ვითომ რჩევა მიცე. ამაზე სულ აკომენტარებენ ხოლმე და მე სულ მეცინება, იმიტომ რომ არავინ არ იძახის, რომ მე ვარ რაღაცა წიგნების სპეციალისტი და ანუ რაღაცა სასწაული. როგორც მეგობარს ურჩევდა შენ შეგიძლია გირჩიო ან სხვას, ესე გულწრფელად ვაზიარებ ხოლმე ჩემ აზრებს რა და ჩემი აზრით უნდა გავამარტივოთ წიგნების თემა რა, ანუ ეს ადრე რო იყო რაღაცა რო აი აუცილებლად კლასიკა უნდა გქონდეს წაკითხული ან რაღაც ეგეთი, ცოტა მგონია რომ მოძველებულია ეგეთი აზრი რა და რაც გისწორდება, ეგ უნდა იკითხო რა. კი, ეგრეა. კაი ბატონო, წავედით შემდეგზე. შემდეგზე წავედით. დიდი კითხვა არის. საკმაოდ ბევრი დაკვეთა გაქვთ შენ და სამეგობროს. არიან სხვა ინფლუენსერები, ვისაც ნახვები ბევრი აქვთ და დაკვეთა არა. რა არის ამის მიზეზი? რთული კითხვა ძალიან. მარტივი კითხვები არ მგონია გქონდეს, მაგრამ რაღაცები იქნება. იცი რა არის? ესეც ავხსნათ, რას ნიშნავს ბევრი დაკვეთა რა. ხო. ანუ ხშირად გაქვთ ბრენდებთან კოლაბორაციები, კი. მაგრამ შეიძლება იყოს და ეხლა რამდენი გამომწერი ყავს ჯამურად? TikTok-ზე მყავს 470,000 თუ სწორად მახსოვს. ოკეი. 9 მილიონზე ახლოს ისე იქნება. Instagram-ს რაც შეეხება 64,000. ოკეი, ანუ 9 მილიონს ვწდები. შეიძლება სხვებს, ნუ 9 მილიონი საქართველოს ბაზრისთვის მოდი ვაღიაროთ, რომ ძალიან დიდი რიცხვი არის. სხვებს შეიძლება ყავდეთ, მე ვიცი, ბევრი ინფლუენსერი, რომელსაც 300,000, 200,000, 100,000 ყავს, მაგრამ ესეთი ხშირად, ნუ მესმის, რომ არ არის 9 მილიონი, მაგრამ მაინც საკმაოდ იშვიათად შეიმჩნევა მათ კედელზე ბრენდებთან კოლაბორაცია. აი ჯერ შენი აზრი მაინტერესებს. მე მეც როგორც მარკეტერი ვიტყვი გამბავი, იმიტომ რომ სულ ყურში მხვდება და მარკეტერების გადმოსახედიდანაც ვიტყვი ორ სიტყვას რა, მაგრამ შენი აზრით საინტერესო იქნება მაგაზე. იცი რა არის, ჩვენ პრინციპში როცა დავიწყეთ, თუნდაც მე როდესაც დავიწყე TikTok-ის გაკეთება რა, პირველი რაც აღმოვაჩინე TikTok-ში, ეს ვიდეოების წაღებადობა იყო რა. და ანუ რამდენი როგორ ქონდა ნახვები თუ როგორ ქონდა ნახვები ხო ანუ სულ თავიდან ისტორია რომ იმას ვქნათ რაღაც ჩავეძიოთ როგორ დავიწყე TikTok-ი ანუ თავდაპირველად ჯერ კიდევ სანამ ჩემი TikTok-ი გაკეთდებოდა და მოვხდავდი ასე ვთქვათ ჩემს პირად არხს YouTube-ისთვის მეთქი ელიტისთვის გავაკეთე ექსპერიმენტალურად უბრალოდ რაღაც ძალიან სულეობა ვიდეო დავდე, რომელიც გავარდა 9 მილიონ ნახვაზე რა. და პირველი ჩემ მაინდში რაც იყო, ის არის, რომ მოდი გქონდეს TikTok არხი, რომელსაც შეუძლია რომ მე სეილები დააგენერიროს რა.
და შესაბამისად უკვე მაშინ ჩემი პრინციპში ანუ რაღაცნაირად ისე ვიყავი მოწყობილი, რომ მოდი როგორ შეიძლება რაღაცეების კომერციალიზაცია გავაკეთოთ რა, როგორ შეგვიძლია რომ აი ამ ბევრი ნახვებიდან თქვათ გავყიდოთ რაღაც პროდუქტი, ან რაღაცა პროდუქტის შოუკეისი გავაკეთოთ უფრო კარგად, რომ მაგის awareness-ი გაიზარდოს რა. შესაბამისად უკვე ჩემ TikTok-ზეც რო გადმოვეწყე, რა თქმა უნდა ყოფილა ფეილები და მაშინაც ვიყავი ექსპერიმენტის ფაზაში, როდესაც ვაკვირდებოდი რას მიაქვს და რას არა რა, თუმცა ანუ 8000 follower-ზე მე უკვე მქონდა რამოდენიმე დაკვეთა რა, ეს იყო მახსოვს პირველი scroll-ის. თუმცა მოდი ვაღიაროთ, რომ ეგ საკმაოდ ძველი პერიოდია, ხო? იცი რა, ხო, ძველი პერიოდია. დღეს არაფერს არ ნიშნავს 8000. შეიძლება რთულად წამოყვეს ძალიან დამკვეთი. ხო, თუმცა ანუ მარკეტინგული გადმოსახედიდან უკეთესია ესეთი რაღაცა მიკრო ან ნანო ინფლუენსერი აირჩიო, რომელსაც ცოტა გამომწერი ყავს, თუმცა იცის როგორ გააკეთოს სწორად ვიდეო რა. ჩემი აზრით ხო, ნახვები რომ მაგას ბოლომდე ვერ ვეთანხმებ, იმიტომ რომ ნახვები ხო ცოტა იქნება, მაინც, აი პროპორციულად რო ავიღოთ რა. იცი რა არის? სად 9 მილიონიანი გვერდიდან როდებ რაღაცას, არ მეთანხმები მაგაში? არანაირად, იმიტომ რომ მქონია ესეთი кейსები, სადაც თქვათ ბიზნესის პეიჯი დაგვიწყია საერთოდ ნულიდან და ეგრევე 9 მილიონზე გავარდნება ვიდეო რა და მაქედან უკვე გამომწერები გროვდებიან რა. დღესდღეობით უკვე გამომწერების რიცხვი ფაქტობრივად აღარაფერს აღარ ნიშნავს რა. ანუ მე რო ვამბობ რომ 480 480,000 გამომწერი მყავს. ეს ანუ ჩემი ვიდეოები ამ გამომწერებთან მაინც არ ხვდება რა. ეს ვიდეოები ხდება for you page-ზე რა და შესაბამისად შენ რა keyword-ებსაც იყენებ ამ ვიდეოში, ზუსტად ამ keyword-ებით შეგიძლია დაფილტრო და სხვადასხვა სეგმენტზე გახვიდე. შესაბამისად ეგ უფრო ფასეულია რა დღესდღეობით, ვიდრე მან რაღაცა კრეატორს გადახედო, რომ აი 9 მილიონი გამომწერი ყავს რა. ხო, რა პლატფორმას არ გააჩნია? პლატფორმასაც არანაირად. რატო აი TikTok-ზე ცალსახად გეთანხმები, რომ ეგრე არის, შეგიძლია რომ 100 გამოწერითაც დადო ვიდეო, რომელსაც მილიონი ნახვა ექნება, მაგრამ Instagram-ს და YouTube-ს Instagram-ზეც დღესდღეობით ეგრე არის რა. შეიძლება აი YouTube-ის შემთხვევაში უფრო დავაკვირდეთ მაგას, რომ როგორი პლატფორმაა და ასე შემდეგ, მაგრამ Instagram-იც რადგანაც ისეთი ტიპია მაინც, რომ TikTok-ს გინდა არ გინდა copy paste house და ყველაფერი გადმოაქვს, მათ შორის ალგორითმიც და ყველაფერი. შენ რო ისეთი page-ი კონდეს Instagram-ზე, რომელსაც 100 follower-ი ყავს დაუშვათ, ეს რაღაცა შენი ვიდეო დადო, ეს 100 followers არც ანახებს ამ ვიდეოს, არამედ გავარდება ბევრად დიდ მასშტაბებზე, ანუ Instagram-ის for you page-ზე ასე ვთქვათ რა. აი, ანუ ესე იგი TikTok-ზე 1 მილიონი ნახვა მაქვს თვეში და Instagram-ზე 30,000, ჩემში უნდა ვეძებო პრობლემა, კაი. ეგ noted. ეგ მაინც ანუ ძალიან კაია რა, მილიონი ნახვა გაქვს სტაბილურად, ხო? აი, ბოლო რამდენიმე თვეა უკვე, ადრე იყო 700,000, ნუ 600-დან დაიწყო 600,000, 700,000 და რამდენიმე ვიდეომ ძალიან გაისროლა და ნუ აი 1-2 ვიდეო ეს კონსისტენსი რო გაქვს და სულ ვაკეთებ. მე რაღაცეები უკვე შენს ვერ ხვდები ხოლმე რაღაცა რატო გავარდა. იმ დღეს ერთი ფილმი ვურჩიე, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. უბრალოდ ვზივარ, ვლაპარაკობ, რომ ეს კარგი ფილმია, მაგარი დასასრული აქვს, კაი ხალხი თამაშობს, ბრიუს უილისი, მორგან ფრიმენი ასე შემდეგ და 200,000 ნახვა აქვს მაგ ვიდეოს. აი ძალიან შოკირებული ვიყავი, იმიტომ რომ ზუსტად ეგეთი ვიდეო იყო, რომ აი ძალიან დაღლილი ვიყავი და მეთქი აი ხა მოდი რაზე ჩავწერო და მარტო easy way ავირჩიე ჩემი გადმოსახედიდან და ბრახ 200,000 დადო და ძალიან სტრანი იყო ეგ განცდა რა. ხო, რაზე ვლაპარაკობდი დამავიწყდა. ხო, იმაზე გამომწერების რაოდენობაზე და რატო არ აქვს ხებს შეიძლება მაგდენი დაკვეთა. ეხლა ნახე რა ხდება. ზოგადად როცა რაღაცის დაკვეთა გვინდა ხოლმე მარკეტერებს და ასე შემდეგ, ბუნებრივია, სადაც ბიუჯეტთან გვაქვს საქმე, მარტო ჩვენ საკმაოდ ისეთ ხშირად და ბევრ კომპანიაში ვერ ვიღებთ ესე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ძირითადად საქმე ბოლო სიტყვა მაინც ჩვენზეა, ასე თუ ისე, მაგრამ ეს დაკვეთა გადის ძალიან ბევრ შრეს რა. ამ შრეებში ბუნებრივია შენ უნდა გქონდეს შენი რაღაცა ანალიტიკა, ბუნებრივია თემატიკა სწორად უნდა გქონდეს შერჩეული და უნდა დაასაბუთო რატო გინდა რაღაცაში ფულის დახარჯვა. ხო, ეს არის ჩვეულებრივი კომპანიის მხრიდან ინვესტიცია, რაშიც ჩადებს, უნდა ამოიღოს ამონაკლები, ხო? ისე რითის გინდა შეფუთე ვერ გააправებ ბჭყალებში ბოდის ჟარგონისთვის რა და ხშირად ერთ-ერთი კარგი არგუმენტი არის ხოლმე გამომწერების რაოდენობა, რაც შეიძლება იმას კი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ბევრი ნახვა ექნება. არამედ
კრეატორის პროფესიონალიზმს უსვავს ხას, მაგალითად, იმიტომ რომ ბევრი მუშაობის და ბევრი წლის გამოცდილების გარეშე ძალიან რთული არის რომ მაგდენი გამომწერი ყავდეს მაგალითად. და აი მაგაში გვეხმარება ხოლმე რა და მე მესმის რომ ეგ არ არის გარანტი რომ აუცილებლად ბევრი ნახვა ექნება, მაგრამ მოკლედ მარკეტერებს ხშირად გვჭირდება ბევრი არგუმენტი იმისთვის რომ რაღაცაზე დავამტკიცოთ და ბეჭედი დავარტყოთ რომ ფული დავხარჯოთ. გარდა ამისა, მე მან დაერთვება ის რომ ამას შენი პირადი მიზნებისთვის ხوارაკეთებ კონკრეტულ ბრენდს უნდა მოარგო კონკრეტული ინფლუენსერი და პროდუქტი, რომელიც ჩდება აუჩი tone of voice-ში რომ ისე ლაპარაკობდეს შენ სეგმენტს ვინ ყიდულობს შენ პროდუქტს და ვინ უყურებს შენს ინფლუენსერს. შეიძლება 500,000 ნახვა ქონდეს, მაგრამ ერთი კაციც არ იყოს ის ადამიანი 500,000-ში ვინ შენ პროდუქტს ყიდულობს. შეიძლება მე პირადად ძალიან მომწონდეს ვიღაც, მაგრამ ჩემ ბრენდს საერთოდ არ ერგება. იმიტომ რომ შეიძლება ჩემი ბრენდი არ ხუმრობს, ან არ იგინება, ან არ ვიცი, თორემ მე ძალიან დიდი მოყვარული ვარ ყველა ადამიანის და ვაფასებ ყველას კონტენტს და ძალიან მიყვარს როგორც მომხმარებელი რა, მაგრამ შეიძლება სხვა კომპანიაში გადავიდე და იქ ოკეი იყოს ეგ ამბავი რა, მაგრამ აი უნდა გაგვიგოთ ხოლმე მოკლედ მარკეტერებსაც მაგ დროს რა და თორე ჩვენ შეიძლება ძალიან გვინდოდეს ეგ მოკლედ რა. გვესმის ეგ ძალიან კარგად და პრინციპში ანუ გეთანხმები რა მაგაში ეგ აუცილებელი არის, იმიტომ რომ ბევრი მინახავს სხვათა შორის, სადაც ანუ მარკეტერი თუნდაც აცდენივა და აბსოლუტურად სხვა ტიპის კრეატორი არის აყვანილი სხვა ასე ვთქვათ კამპანიაზე რა და ანუ რო არ ერგებიან ერთმანეთს და ნუ საერთოდ სხვა და სხვანაირი ის არის რა, ანუ შენ თქმის არ იყოს რომ შეიძლება რაღაც 9,000,000 ნახვა დადოს, მაგრამ მაქედან მარტო ანუ ერთი ადამიანი გადავიდეს იმ რაღაცა კონკრეტულ პროდუქტზე, რასაც არეკლამებს და მარტო ერთი იყიდოს რა. ანუ ეგ კონვერჟენიც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია რა მაგ დროს. კი ბატონო, კაი, დავაი შემდეგი. გადავედით შემდეგზე. დაახასიათებ Facebook, Instagram, YouTube, TikTok-ი, როგორია ეს პლატფორმები შენთვის? ცოტა კი ვილაპარაკეთ მაგაზე, მაგრამ აი თითო წინადადებით. იცი რა არის? Facebook-ი ცოტა ისეთია რა, მაინც ბუმერული, ეგრე ვიტყოდი. ოღონდ როგორც კონტენტ კრეატორი, ანუ უფრო დავახასიათებდი ამას როგორც კონტენტის დისტრიბუციის კუთხით რა. თორე ხა ნიუსების მხრივ ძალიან აქტუალურია Facebook-ი რა. ალბათ ნიუსებში მაინც პირველია. ნიუსებში პირველია აუცილებლად რა. Instagram-ი ცოტა ისეთია რა, ანუ იცი რა არის, ადრე Instagram-ი ცოტა ხასიათდებოდა როგორც დაფილტრული სოციალური რა. აი თითქოს ძალიან გადაპრანჭული და ლამაზი კონტენტი უნდა იდოს აუცილებლად რა. თუმცა აი TikTok-მა შეგვაჩვია ზუსტად ეგ, რომ შეგვიძლია რაღაცა თავისუფლად ვიყოთ კონტენტში და თავისუფლება მოგცა, ასე ვთქვათ რა. აი წეგან რო აღვნიშნე, რომ შეგიძლია რაღაცა ძალიან ესე კომფორტულად სახლის პირობებში ჩაწერო რაღაცა ვიდეო, რომელიც ძალიან ბევრ ნახვაზე გავარდება რა და არ აქვს მნიშვნელობა მანდ განათებას და ასე შემდეგ. და ნუ ცოტა ეს ტენდენცია უკვე Instagram-ისკენაც წამოვიდა რა, ეს გათავისუფლება. ხო და YouTube-ს რაც შეეხება, YouTube-ი ცოტა ჩემი აზრით ისეთია, აი ჭამის დროს რომ უნდა ჩაუჯდე რაღაცა კონკრეტულ ვიდეოს. მარკეს ბრაუნის რო უყურებ ჭამის დროს ასწორებს. ძალიან ბევრი იძახის რომ ჭამის დროს უყურება YouTube-ს. არა და ცუდია. ხო, მეც მაგას მივეკუთვნები, მაგრამ სამწუხაროდ მეც. კაი, შემდეგი. აბა. გვირჩია 3 სერიალი. სერიალები ზუსტად იმაზე, რაზეც ვაპარაკობდი, რომ მაკლია ძალიან ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ სხვათა შორის ეხა ბოლო დროს მესმის ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს Apple TV-ს, Severance, თუ გაგიგია. კი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არისო და რაღაცა ვიდეო შემხვდა, არ ვიცი, 3 საათიანი თუ 30 საათიანი თუ რაღაც დიდი ვიდეო იყო და რა იყო ვერ მივხვდი და მოგუხევი ერთი მაგაზე რა არის. ხო და იცი რა არის, მე თვითონაც არ მინახავს ეგ სერიალი, მარტო პირველი სერია ვნახე ისიც ნახევრამდე, იმიტომ რომ მეტი დრო არ მქონდა. მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი ძალიან დაკავებული ხარ ნიკოლას რა. ხო და კიდევ რა ვიცი, სხვა სერიალებიც შემიძლია რომ გირჩიოთ, მაგალითად მე რასაც უყურებდი და ვეუდები ეხა თუნდაც Stranger Things-ი. ძალიან კაია. მეხუთე სეზონი, ვეუდები ძალიან. ბოლო სეზონი. კი. და ასევე Last of Us. მაგასაც ვეუდები ძალიან ეხა უნდა გამოვიდეს წესით, მე მგონი აპრილში, აღარ მახსოვს ზუსტად. ეხა გამოვიდა მეგონი ტრეილერი. ხო. თამაში ნახე?
თამაშებზე არ მაქვს კითხვა და ბარემ თამაშებზეც მოგუყევი ორი სიტყვით. თამაშებისგანაც სამწუხაროდ ცოტა შორს ვარ რა. აი წინა წელს ვიყიდე PlayStation 5 მხოლოდ იმიტომ რომ GTA 6 გამოდიოდა და რა უბრალოდ GTA 6-ის ტრეილერი იდებოდა მაგ კვირაში და რატომღაც არ ვიცი ჩემ და გადაწყვიტა რომ ორ თვეში გამოუშვებდნენ ხო? twin-მა რატომღაც გადაწყვიტა რომ ზუსტად ალბათ ან 5 თვეში ან 6 თვეში უკვე გამოუშვებდნენ. მაგიტომაც ვიყიდე. მაგრამ ეხლა რავი, ეხლა PS5 Pro უნდა ვიყიდე თორემ მაგის გამო. ვახ, სხვათა შორის GTA-ზე დავდა იმ დღეს ვიდეო და მაგრა გაისროლა. ძალიან დიდი კომუნა ყავს მაგ თამაშს ჩემი ჩათვლით და ალბათ ეგ თამაში რო გამოვა ვიდეოშიც ვთქვი რომ 1-2 კვირა გავითიშებით საერთოდ სულ რომ მესამე მსოფლიო ომი მოხდეს. ზუსტად. ისეთი მოლოდინები შექმნეს, მე ძალიან მეშინია რომ Rockstar-მა ეგ მოლოდინები მაგ მოლოდინებში არ გვიმტყუნოს რა, იმიტომ რომ არანაირად იმდენ ფულს ხარჯავენ, არაოფიციალური მონაცემებით 2-დან 3 მილიარდამდეო და ამ დროს 265 მილიონი იყო წინა GTA-ის ესე რა ქვია ბიუჯეტი. 10 წელზე მეტი აკეთებენ. Red Dead-თან ისეთი გამოვიდა რომ რაღაც საოცრება იყო და დღემდე ჩემთვის storyline-ში საუკეთესო თამაშია. ძალიან მეშინია და მაგრამ თან ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ Rockstar-ისგან არ მგონია რომ ეგეთი ფეილი არ მგონია რომ მე რომ დაფეილდეს ეგ თამაში რა, მით უმეტეს ამხელა ბიუჯეტი რო არის მაგაში დახარჯული, რავი, არ მგონია. არც ერთი GTA არ დაფეილებს შესაბამისად. ვიღაცას ეწერა რომ ამ რეიტითო თუ გავითვალისწინებთო სიცოცხლის ბოლომდე 3 GTA-ს მოვასწრებ რო ვითამაშავ, მეც ვეღარ. სოციალში ამბობენ რომ ბოლო GTA იქნებაო. მართლა? ეგ არ წამიკითხია, რა სიძახი. ეგ ახალი ინფორმაციაც გამოვიდა. ნუ პრინციპში ძალიან ისეთ თამაშს ქმნიანო, რომ მთელი ღამე მაღაზიაზე უნდა ვიფიქრო. რატო იქნება ბოლო GTA? იცი რა არის, პრინციპში ლოგიკურია რაღაც მხრივ რა. თუ თქვათ ანუ GTA 5 გამოწურეს, რავი, ბოლომდე რა, თუ დააკვირდები, რავი, იმდენი DLC გამოუშვეს ეს online-ისთვის რა. DLC თუ სწორად ვამბობ, არ ვიცი, იმიტომ რომ თქვათ GTA-ს მოთამაშე, უბრალოდ GTA Online-ის მოთამაშე არ ვარ. მაგრამ ხო რა, ანუ ძალიან ისეთი updated თამაში არის რა, აი ყოველ თვე რო ახალი update-ია, ახალი storyline-ია და ასე შემდეგ რა და მოლოდინია ზუსტად ისეთი რომ GTA 6-შიც ზუსტად იგივე იქნება რა, ანუ შეიძლება სხვადასხვა შტატები დაამატონ, სხვადასხვა map extension-ები დაამატონ და ასე შემდეგ რა. ანუ თავიდან თუ არ ვიცი გეცოდინება საუბრობთ ეგ ინფორმაცია, codename-ი რო იყო Project Americas რა. ანუ ტყუილად არ აქვს ჩემი აზრით ეგ codename-ი, იმიტომ რომ შეიძლება სამომავლოდ დაამატონ კიდევ დამატებითი შტატები, ქალაქები და ასე შემდეგ რა. სერიოზულად ჩამოფიქრე, მივხვდი რომ რაღაცა ჩემი ახალგაზრდობა თუ ბავშვობა დასასრულისკენ მიდის თუ რაღაცა ეგეთი, იმიტომ რომ GTA ხოთი ყოველთვის ბავშვობასთან ასოცირდება. მოდი იმედი ვიქონიოთ რომ არ იქნება ეგ ინფორმაცია იმედია. რეალური იმედია. ბევრისთვის არის ძალიან iconic თამაში და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. მეც. აბა შემდეგი დავაი. მიეცი 3 ყველაზე საჭირო რჩევა დამწყებ კრეატორებს. მეც მოვკალათდები, აბა გისმენ. იცი რა არის დღესდღეობით განათება აუცილებელია. იმიტომ რომ ვიდეო აუცილებლად უნდა იყოს თვალწარმტაცი რა, ანუ ეგრევე უნდა მოხდეს ადამიანს ყურადღების ქვეშ. მინიმუმ დაფიქსელებული არ უნდა იყოს და დაფიქსელებული არ იყოს რა, თორე ყოველთვის ვამბობდი ამას და დღესაც ვიტყვი ამ სიტყვებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რითი იღებ და რითი იწყებ რა. თავარია რომ დაიწყო. ანუ შენ პირობითად ბიუჯეტური ტელეფონიც რომ გქონდეს, შენ შეგიძლია რა მაინც კონტენტი რო შექმნა და რაღაც ფასეული შექმნა რა. მთავარი ძირითად შემთხვევაში არის იდეა და იდეა უფრო ფასობს. storyline-ი რას გააკეთებ ამ ვიდეოში და ასე შემდეგ და რა ინფორმაციას და რა სიახლეს მიაწვდი მომხმარებელს რა. და არა ის რომ თქვათ შენ ანუ პირობითად შეიძლება ძალიან ზედმეტად ლამაზი ვიდეოც გქონდეს, ძალიან ძვირიანი კამერითაც იყოს გადაღებული, მაგრამ თუ იდეა არ გაქვს, თუ არ იცი როგორ გაწერო თქვათ სკრიპტი ისე რომ ვიდეო წაღებადი იყოს, მაშინ ვერ გამოვა ეგ ამბავი რა. იდეა მაინც ნომერ პირველია რა, რაც აუცილებელია რა, დამწყები კონტენტ
საერთოდ ნებისმიერი კონტენტ კრეატორისთვის რა. აქვე ვთქვათ, რომ განათება არ არის აუცილებელი $500 იყოს. მე პირადად $15 გამოვიწერე Amazon-იდან განათება ტელეფონზე მაგრდება და მშვენივრად აკეთებს თავის საქმეს. ანუ განათებაც პრინციპში არც გჭირდება რა, შეგიძლია უბრალოდ დღის შუქზე დაჯდე და ილაპარაკონ, საერთოდ გარეთ გადაიღო რა, ანუ. აი, მოდი ორ რჩევათ ჩავთვალოთ ეგ, ერთი განათება, მეორე ის რომ კონტენტი უნდა იყოს და მესამე. კიდე ვიტყოდი ხმა. ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, ანუ იდეაში კი მართალია რომ შეგიძლია ნებისმიერი ტექნიკით გადაიღო, მაგრამ ხმას აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება რა. ან თუნდაც თუ თქვათ არ გაქვს საშუალება რომ თქვათ ეგრევე DJI იყიდო, ან თუნდაც რაღაც $10 მიკროფონი, ანუ voice over-ი გააკეთე რა, ანუ შეგიძლია რაღაცა ვიდეო აწყო და შემდეგ ან ტელეფონით, სადმე, არ ვიცი, მე პირადად ჩემი პირველი ვიდეოები ალბათ შკაფში მაქვს ჩაწერილი. კი. იმიტომ რომ ძალიან კარგი აკუსტიკა იყო. ხო, მანდაც ძალიან ხელმისაწვდომი გახდა ტექნიკა, Amazon-ზე აი აუარება ბრენდების თუნდაც მიკროფონი განათება ყველაფერი არის, ეგეც $15-20 ფარგლებში შეგიძლია გადმოწერო, მინიმუმ მაგით დაიწყო. მეც ეგეთი დავიწყე, მე მივხვდი რომ DJI მომწონდა, მე მივხვდი რომ დიდი DJI $1000 ღირდა და სისულელე იყო მაგის ყიდვა და Mic Mini გამოვიდა ამასობაში, რომელიც სადღაც $250 ფარგლებში გამოვიდა და მაგაზე მეტი ხმა ფიზიკურად არ გჭირდება რა, ასე რომ სასწაულია. აი არც ყველაზე კარგი პროდუქტია ბოლო დროს რაც დადეს რა ჩემი აზრით, იმიტომ რომ თან ხელმისაწვდომია და თან ძალიან ხარისხიანია რა. მეც ვიყენებ ზუსტად და ანუ დიდი DJI მაიკიდან გადმოვედი Mic Mini-ზე. და პრაქტიკულად ნახე რევიუები, ბევრ ვიდეოს უყურე და ერთადერთი რაშიც დიდი ჯობდა იყო, აი აქ სადღაც მკერდის არეში რო იმაგრებდი, მან ოდნა უფრო უკეთესად იღებდა ხმას დიდი პატარაზე. თანარჩენი აი რაღაცაში ცოტა ისიც კი ჯობდა რა, ასე რომ დიდი განსხვავება არ იყო. მოკლედ კონტენტ კრეატორებისთვის DJI ძალიან კარგია. ყავს შეუცვლელი არის. ძალიან. Scroll TikTok-ი ერთი წუთი ჩვენთან ერთად. ოპა. აბა ნახოთ. კადრში არ ვიცი რამდენად კარგად გამოსდება, მაინც ვცადოთ, მაგრამ თან screen recorder-ი თუ რამე გაუშვი რომ პრობლემაა. ფოკუსიც დააყენე თუ გინდა რომ არ შეგვაწუხო notification-ებით და პირველი ვიდეო ამოვარდა ჩემი. Okay. მეც რო დავინახო, მეც მაინტერესებს რა მოგივარდება. Recording-იც ჩავრთა. Okay. Tsuga. Having a job is cool, but every day ეს არის ბოლო დროის ტრენდი. კატა, რომელიც აკეთებს თვიცი. ესე კატები და ძაღლები ძალიან აქტუალურია. ჩემ for you page-ზე ძალიან. ხო, ნუ რასაც ვამბობდი ზუსტად. რა თქმა უნდა, iPhone-ი. მერთო ეს მუსიკა ძალიან მეგობრა. ოპა, ის ამეგობროს გაიჩიტა. საუკუნის კითხვა Android-ი თუ iOS-ი კონტენტისთვის. გეტყვით რომ iPhone-ი. ცალსახად iPhone-ი. ესეც Severance-ის TikTok-ი არასაც ვამბობდი ზუსტად. სხვადასხვა tech bloggerებიც. Okay, კაი. ესე იგი, შენი for you არის ძაღლები, კატები, საჭმელი, iPhone-ი. კი. ნუ iPhone-ი Samsung-იც იყო. ესე ტექნიკა ზოგადად. კაი, წავედი შემდეგზე. რაში იყენებ Apple Watch-ს? სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ Apple Watch-ი ზოგადად კი შეიძლება პოზიციონირდება ძირითადად როგორც fitness მოწყობილობა რა, თუმცა health მოწყობილობადაც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი device-ი არის რა, იმიტომ რომ თუნდაც ერთი თვის წინ დამიფიქსირა არითმია გულზე, რაზეც წავედი მე ექიმთან რა, ანუ შესაბამისად ძალიან ისეთი კარგი რამეა რა. ნუ არითმია პრინციპში არაფერი ისეთი სერიოზული არ მქონდა, თუმცა ნუ აი და რეალურად რო გაიარა შემოწმება, მართლა გქონდა არითმია? კი, მართლა მქონდა და აი ყველაზე საინტერესო რაღაც, ანუ ეს AFib-რაც დააფიქსირა რა, ანუ შეგიძლია რომ კარდიოგრამა გადაიღო რა, ესე რომ მიიდებ უბრალოდ თითს. შეგიძლია რომ ამოაექსპორტო ეს კარდიოგრამა და ჩვეულებრივი PDF-ის სახით ამ მთელ ცხრილს განახებს.
და ჩვეულებრივი ელექტროკარდიოგრამაზე რო გამიზომეს, სადაც ანუ ხელებზეც გიკავშირებენ იმ რაღაც სენსორებს, გულზეც და რაღაცა, ანუ ერთ-ერთში ზუსტად ერთი და იგივე შედეგი დააფიქსირა იმ დიდმა ჯაბახანა მოწყობილობამ და აი ამ პატარა საათმა რა. ანუ ზუსტად ერთ რაღაც კონკრეტულ სეგმენტში მიფიქსირდებოდა არითმია იქაც და აქაც. და შესაბამისად ანუ ექიმიც საკმაოდ შოკში იყო. ეგ კითხვა რატო დავსვიცი? ჩემთვის smartphone-ის მერე Apple Watch არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნივთი. ეხლა ჩამოთვლი რამდენ რაღაცაში ვიყენებ. ნუ ერთი საათი მეორე რო ვდგები ტემპერატურას მაჩვენებს და მაგის მიხედვით ვიცვამ ტანსაცმელს, ხვდებით სივა, არ სივას შემდეგ. აქ მაქვს გამოტანილი ის აქცია, რომელიც მაქვს ნაყიდი და ფასს ყოველდღიურად ვაკონტროლებ. წამზომი, მაგალითად რაღაცას ხარშავ თუ რაღაცას ვაკეთებ, წამზომი უცებ რო ნახო, რამდენის გჭირდება, ნუ კომპას პრინციპში არ ვიყენებ ხოლმე დავიწყეთ. ანუ ფიტნეს ტრეკერი, შაზამი, უცებ რო მუსიკა ვნახო, ძალიან ხშირად ყოველდღე ვამოწმებ რამდენი საათი მეძინა. ხო. აი არ ვიცი რატო ვამოწმებ, მაინც ცოტა მძინავს, მაგრამ ნუ არ ვიცი რატო, მაინც ვამოწმებ. კალკულატორი უცებ რო გჭირდება რაღაცა და ის რა ქვია მაღვიძარა. ხო, ერთი 10-მდე ავედი. ანუ ღამეც იკეთებ ულტრას? სუმძინავს. ანუ სუმძინო, მაგარია სუმძინავს. სუმიკეთია რა. ხო, ვაუ. რო ძილი დავტრეკო. უფრო მაგიტო ვიდრე იმიტომ რომ ანუ ეგ 3 თვის მერე ხო ეჩვევი რა. კონკრეტულად იმიტომ გკითხე რომ ულტრა ცოტა ისეთია რა, საკმაოდ დიდი და მასიური მოწყობილობა არის და მაგიტო როგორია ძილში. ნო, ვაფშე საერთოდ ვერ ვიგებ. აი საერთოდ. ოკეი. და პირიქით დიდი რო არის, ეგეც ანუ ჩემ სტილს მოკლედ მაქსიმალურად ერგება რა. ეს შავი რო გამოვიდა, ეგეც ძალიან მომწონს უბრალოდ ჯერ საკმაოდ ძვირად ღირებული ნივთია და არ ვაპირებ გამოცვლას. თორე სიამონებით შავსაც გამოვიყენებდი რა. მოკლედ Apple Watch-ი გამოვიყენეთ ხალხო, ძალიან კარგი ნივთია. შემდეგი კითხვა. გვერდში 3 ფილმი. ფილმების მე გულწრფელად გეტყვი რომ ფილმების არჩევაში უბრალოდ რომ შევარჩიო რას უყურო, იმდენ დროს ხარჯავ რომ მე ბევრი წლის წინ გადავწყვიტე რომ ფილმები საერთოდ ამოვაგდო ჩემი ყოველდღიურობიდან და სერიალებს მივაწვე და შე როგორ ხარ? ჩემთვის იცი რა არის, ფილმები ზუსტად იგივენაირად არის სადღაც როგორც სერიალები და წიგნები რა, სამწუხაროდ მაგისთვის დრო ბევრი არ მაქვს, თუმცა ეხა სულ უფრო ეს არის ყველაზე ხშირად მოსმენელი კითხვა პასუხი დღევანდელ პოდკასტში რომ მაგის დრო სამწუხაროა რა, მაგრამ ნუ საჭიროა რეალურად რა, ეხა დავიწყე უფრო კინოთეატრში სიარული, უფრო ხშირად. და აი ბოლო ფილმი რომელზეც ვიყავი იყო მიკი 17 საშინელება არ გირჩევთ არავის რო ნახოთ. ეგეც რჩევა რომ არ უნდა ნახოთ. კიდევ პრინციპში რავი მომეწონა ბოლო დროს ანო რა რომელმაც ოსკარი აიღო. და კიდე შემიძლია ვთქვა ხედავ რა დრო მოვიდა რომ მარველს აღარავის აღარ ურჩევ. ხო რა, სხვა შორს ნახე კაპიტანი ამერიკა? იცი რა არის, მე მარველისგან ძალიან შორს ვიყავი ყოველთვის, სამწუხაროდ. რა უცნაურია, მე პირიქით მეგონა, არ ვფიქრობდი მაგას თუ იტყოდი. ხო, მეც ეგეთი წარმოდგენა შეიძლება მქონოდა ჩემ თავზე რა, მაგრამ მარველთან ცოტა ჩამოვშორდი ბოლო წლებში რა, აი ძალიან ბევრი მარველის ფილმი რომ მოეყარა. Endgame-ის მერე ხო არა? Endgame-ის მერე შეიძლება. ნუ აბა ეხა პრინციპში ყოფილხარ გულშემატკივარი, მაგრამ იმ ადამიანებს შეუერთდი რომლებსაც აღარ აინტერესებთ მომდევნო ფაზა. ძალიან ამერია და აბსოლუტურად ვეღარაფერს ვეღარ ვიყავ. იმ დღეს მოვისმინე TikTok-ზე კამეო, მეგონი სწორად ვიძახი, ძალიან კარგი TikTok არხია ფილმებზე, სერიალებზე. აქვს მოკითხვა, აქედან თუ უყურებ ამ პოდკასტს და იქ იყო რომ ახალმა კაპიტანმა ამერიკამო ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინაო რა. იმდენად უინტერესო იყო რომ სულ 3 კაცი ესწრებოდა კინოთეატრს, რომლის ჭერით ჩამოინგრაო და ვაუ. მოკლედ იქ რო ბევრი ადამიანი ყოფილიყო, ფატალურად დასრულდებოდა ის სეანსი, მაგრამ იმდენად გამქრალი არის ინტერესი ახალ ფაზაზე, რომ მე არ ვიცი რა უნდა მოიმოქმედონ. არ ვიცი დოქტორი დუმი თუ ბუმი, არც ვიცი მაგის სახელი. რობერტ დაუნი რო დააბრუნეს, ეგ თუ უშველით არის, მაგრამ ჩემთვის Iron Man-ი რომ მოკვდა, მან დამთავრდა ზუსტად მარველის ყველაფერი რა. იცი რა არის, გავიგე რომ ბევრს უხდიდნენ ადამიანს, მაგრამ
რამდენიმე მილიარდს გამომუშავებდა ყველა Avengers-ი და გადაუხადა იმას, რატო გენანება. გავიგე ყველაფერი მესმის ხო, რომ არანორმალური რიცხვებია, მაგრამ არ ვიცი. აი, დავай, შემდეგი. რა კითხვას დავტოვებ შემდეგ სტუმარს? აბა, იცი რა არის, როგორი რა ტიპის კითხვა გინდა რომ დავუსვა? როგორი სტუმარი იქნება? გვაქვს მაგის ტიზერი? მაქვს რამდენიმე ვარიანტი. მოდი ბავშვობაზე დავუსვი, რა ვიკითხო? ბავშვობაზე? ლეგო თუ გიყვარდა ბავშვობაში? ოკეი. იმიტომ მე ძალიან მიყვარდა და დღემდე მიყვარს. აი, ნო, ჩემამდე ვერ მოვიდა. ბიჭო, აი, ჩემი გონება მაგას, აი, ნერვოზი მემართება მაგის საწყობის დროს რა. აი, ფაზლებსაც ძალიან ისე მწყრალად უყურებ, იმიტომ რომ მართლა ნერვები არ მყოფნის, რომ დავჯდე და ამხელა რაღაც ავაწყო ჩემს გონებაში, რომ ათასობით ნაწილი ისე შეუერთონ. ეროდი მემართება მაგას, მაგრამ ვაფასებ მაგ პროდუქტს ძალიან. სტრესულია თუ არა კონტენტ კრეატორობა? აი, ზუსტად ის ბევრი დრო რომ მიაქვს, ეგ გავიგეთ უკვე. ის რის გამოც დამემართა არითმია. შეიძლება ითქვას. აი, ეგეთი სტრესულია? იცი რა არის, ზოგჯერ შეიძლება ძალიან დაუკრეფავში გადავიდეს, კი. იმიტომ რომ შეიძლება მართლა ძალიან ბევრი რამე იყოს გასაკეთებელი. მით უმეტეს, შეიძლება მე უფრო ისეთი ტიპის ადამიანი ვარ, რომელსაც არ უყვარს სხვას რო გადაუნაწილოს რაღაცა რა. ან თუნდაც ხო შეიძლება რომ ვთქვათ, ავიყვანო ედიტორი, ავიყვანო მენეჯერი რა. რასაც ბევრი აკეთებს. ხო, რასაც ბევრი აკეთებს და საკმაოდ ისეთი ლოგიკური გაგრძელება არის კონტენტ კრეატორის განვითარებაში რა, თუმცა იმდენად შეჩვეული ვარ და იმდენად მინდა რომ ყველაფერი მე ვაკეთო და ჩემი კონტროლის ქვეშ იყოს. არ წარმომიდგენია ვთქვათ ჩემი ვიდეო როგორ უნდა დაედითოს ვიღაცა სხვამ, როგორ უნდა კონდეს ზუსტად იგივე გემოვნება, თუნდაც გადასვლებში, თუნდაც ტრანზიშენებში, ქათებში, როგორც მე მაქვს და შესაბამისად მაგიტომაც მიძნელდება რა ეს ყველაფერი და მართლა რა, როდესაც უკვე ძალიან ბევრი ტასკი რო გაქვს შესასრულებელი, სადღაც უკვე სტრესული ხდება რა, იმიტომ რომ დილას ფაქტობრივად იწყებ იმით, რომ აი მეილებს კითხულობ, მან რაღაცა სკრიპტებია ჩასასწორებელი, ვიღაცას რაღაცა ვთქვათ დასაედიტებელია რომელიღაცა ვიდეო, სადღაც რომელიღაც ვიდეოში ჩასასწორებელია რაღაც, უცებ დასადებია მესამე ვიდეო, დასაფლენია მეოთხე ვიდეოს ლოკაციები და აი ეგრე რა. ცალკე იქ სამეგობრო, ცალკე ის და მოკლედ შეიძლება ესე ძალიან სტრესულიც იყოს, მაგრამ ხო, დასვენება აუცილებელია და ძალიან ისეთია რა. ანუ ადვილია რომ დასვენება ვიძახი, მაგრამ დასვენების დროსაც კონტენტს იღებთ ხოლმე და. კი. ხო არის ეგრე, რომ წახვალსადმე და იქაც გინდა რომ რაღაცა. კი. მაგრამ ხანდახან სადღაც მიდიხარ და უბრალოდ აი არაფრის გაკეთება არ გინდა და უბრალოდ გინდა რომ იწვე და არაფერი არ აკეთო და არავინ არ გელაპარაკებოდეს. არა და ამ დროს ალგორითმი ძალიან აღარ დაგასაფორთებს თუ ცოტა ხანი წაიზარმაცე. ისე კიდე იღებს სიამოვნებას ვიდეოების კეთებისგან და დაფაბლიშებისგან? კი, ცოტა შორის კი. ანუ მაინც მაქვს რა იმუნიტეტში ეს გამომუშავებული, რომ თუნდაც რაღაცა, ახლა iPhone-ზე ჭორი არის და შესაბამისად მიდი დროზე უნდა გავაკეთოთ ვიდეო. ნახე, რისგან იღებ? ბევრი ნახვარო აქვს მაგისგან, კეთების პროცესისგან, აი რომ იღებ და ამზადებ, თუ აი დასრულებულს რო უყურებ, შენ თუ მოგწონს ვიდეო და სულ რო ერთი ნახვა კონდეს, მაინც კმაყოფილი ხარ. დასრულებულ ვიდეოს რო უყურებ, არასოდეს არ მომწონს, ან ყოველთვის მეზიზღება ჩემი ვიდეო, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ რაღაც პერიოდი რო გავა, ანუ თუნდაც 6 თვის მერე რო უყურებ ჩემს ძველ ვიდეოებს, ანუ მან მიკვირს რა, მეთქი, ვაუ, ეს ტრანზიშენი როგორ გავაკეთე, ვაუ, ეს როგორ დავაედიტე რა, მაგარია რა, კარგი ვიდეო გავაკეთე რა. ხო და მოტივაციას რაც შეეხება, ნახვები არასოდეს არის რა, ჩემ შემთხვევაში მოტივატორი, იმიტომ რომ ცოტა მაინც არ გიხარია ხოლმე, ბევრი ნახო რო აქვს. იცი რა არის არა. ანუ ადრე შეიძლება მიხარო და რა, იმიტომ რომ რაღაც ტარგეტი მქონდა რა და დღესდღეობით ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ანუ რაღაც ახალი ინფორმაცია არის, ახალი ტელეფონი არის, ჩემ გამომწერებს, რომ რაც შეიძლება მალე გაუზიარო ეგ ინფორმაცია რა. უფრო რაღაცნაირად ეგ
აი ბოდიში ჟარგონისთვის ისო, მაგრამ ჟიუკა რა, რომ აი სასტრაფოდ რაღაცა გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემი გამომწერები დავააპდეითო ხარისხიანად, კარგად, ლამაზად რა, ვიდრე ის რომ რაღაცა 9 მილიონი. ანუ ნიუსის ის გაკ ნიუსი გაძლევს ადრენალინს? კი, ნიუსი თან ყველაფერი ტრანზიშენი. მაგაც ძალიან დიდი ეხლა წარმოიდგინე რა მაგარია, როცა რაღაცა ძალიან დიდი ხდება, რომელსაც მთელი ქვეყანა ან სოფლიო უყურებს და მაგის შუაგულში ხარ და შენიც მარტო იქ რა ხდება. ზუსტად. ეგ ძალიან მაგარია. ან მით უმეტეს რაღაცა თქვათ, არ გამოსულ ტექსტზე, როცა გაქვს ექსესი, მაშინ მით უმეტეს ძალიან ისეთია რა. ჟურნალისტობასთან ვინც არიცით 4 წელი ბიზნეს ჟურნალისტი ვიყავი და აქ ეგ რომ აი რაღაცა ისეთი იცი და პირველი შენ უნდა უთხრა, მაგრამ როცა ეგ რაღაც უბედური შემთხვევა, ეგ ძალიან მძიმე არის რა, სამწუხაროდ მაგის გარეშე არ არსებობს ეს პროფესია, მაგრამ მადლობა ღმერთს მე ეგ არ მომიწია. კაი, დავай შემდეგი. გადავედით. ამასობაში 50 წუთი გასულა, იცი, ძალიან მიხარია. ძალიან ვერც მიხარია და ის კი, მეც ეგრე ცოტა ნერვიულობდი, ხო იცი, სულ გაქეგ რომ აი ამდენი ხანი რაზე უნდა ილაპარაკო, მაგრამ ეგ იყო ზუსტად ჩემი მთავარი мотиваცია, რომ მე პირველ რიგში მე მივიღო საინტერესო ადამიანებთან საუბრისას სიამოვნება და მე მგონი მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედია მაყურებლისთვისაც ესე გავიდა დრო რაღაც ისევე როგორც ჩვენთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს. აუცილებლად მივიღებთ შენიშვნებს. ძალიან რთული არის რა, აი ეხა სულ გონებაში ეგ მაქვს ნეტა როგორ გამოდის, ხისთვის როგორ ისმინება, იმიტომ რომ ხო იცი მაინც გეპარება შენ რაღაც დეტალები ჩაწერის დროს და მოკლედ სიამოვნებით მივიღებ რა თქმა უნდა ზრდილობის ფარგლებში დასმულ კრიტიკას, იმიტომ რომ TikTok-ის შემთხვევაში ეგ უნდა ვახსენო, იმდენი ადამიანის დაბლოკვა მიწევს სამწუხაროდ. კი, სამწუხაროდ TikTok-ზე ეგ არის რა, არა და სხვა შორის ვიტყოდი რომ ადრე არისო ეგეთი ჰეითი TikTok-ზე რა, რაც ეხა არის. საკმაოდ შემომრავლდა, მაგრამ რას ვიძამთ? მაინც ზუსტად მაგ ტოპიკზე არის ზუსტად შემდეგი კითხვაც. შენი აზრით TikTok live-ებს რატო აკეთებს ხალხი? არ ვიცი. მე თვითონაც არ მესმის რატო აკეთებს ხალხი TikTok live-ებს. არ მესმის, არ ვიცი. და ვერასოდეს ვერ გავიგებ, მართლა. არ მესმის, უბრალოდ არ მესმის. მე მაქვს რაღაც თეორია მაგაზე. მონეტიზაცია ხო არ გვაქვს. ძალიან რთული არის და იქ საჩუქრებს ჩუქნიან, მაგიტო არის. ეხა დავაკავშირე ზუსტად. მაგიტო არის ეს საოცრება, რომ აბა მოვიხოდოთ მეგობრებო. კი. ანუ საქართველოში მე მგონი მონეტიზაციის გამო ამოიწია ზუსტად ამ TikTok live-ებმა რა, მაგრამ ნუ რაც მინახავს ცოტა ისე არის, რაც რემლი. კი, ძალიან რთული არის. მაგრამ ან წარმოიდგინე მე მინახავს ამბერ ვიდეო, ეს ლომი ხო იცით მეგობრებო. ლომი გადაარტყე. საოცრება არის. ეგ ლომი ღირს $500. ვაუ. და ვიღაცა რომ $500-იან რაღაცას, ეხა იქ ფიმი აქვს თავისი TikTok-ს და სრულად $500 ალბათ არ გერიცხება, არ ვიცი არ მქონია ამის ბედნიერება, მაგრამ არც მე. ხო, მაგრამ ალბათ დიდ ნაწილს მაინც მიიღებ და როგორია TikTok live-ში გადიხარ და საკმაოდ დიდი ჩარიცხვა გაქვს. ეხა ბუნებრივი არავის არ შეექმნას ის დაბეჭდილება, რომ პირველივე live-ზე ვიღაცას ლომს აჩუქებენ, მაგრამ არის რაღაცა 40 ცენტიანი საჩუქრებიც ძალიან მაინტერესებდა იქ, იმიტომ რომ მე თვითონ რადგან ეხა 116 გამომწერი ყავს, კი მქონდა რამდენიმე დაკვეთა, მაგრამ ესე სტაბილურად არა და მეც ვფიქრობდა ეს გზებს როგორ შეიძლება ამით სარგებელი ვნახოთ ხო და ერთ-ერთი ეგ იყო რა, მაგრამ ჩემი მეგობრები და ჩემი მეუღლეც ძალიან ეწინააღმდეგებიან მაგას, იმიტომ რომ მათთვის ეს ლაივი ასოცირდება ამასთან და მე სულ მიწევს ამის ახსნა, რომ ყველა შეიძლება არ იყოს no offense, ყველას თავისი გზა აქვს, უბრალოდ ეგ ჩემი პირადი აზრია და ალბათ ნიკასიც, რომ უბრალოდ შეიძლება ჩვენ გემოვნებაში არ იჯდეს, რომ ჩვენ არ ვაკეთოთ ეგ, თორე ვინც აკეთებს, ღმერთმა გაუმარჯოს, არანაირი პრობლემა არ მაქვს იმ ადამიანებთან. და ძალიან მინდა რომ მაინც გავაკეთა, ოღონდ ნუ სხვანაირი რა, არა ესე მოწოდება, მაგრამ ჩემი აზრით კიდე რა დონაციაც არ უნდა იყოს სირცხვილი, თუ რაღაცა რო ტეხავს, არ ვიცი, უბრალოდ დონაციის ლინკი რო იყოს, იმიტომ რომ არ არის ესეთი მარტივი ამ კონტენტის კეთება რა. იცი რა არის, ხო, აი გააჩნია მართლა თუნდაც დონაციის ლინკს როგორ შეფუთავ რა. კი. იმიტომ რომ ნუ ბევრი მინახავს ცოტა ისე ფუთავს, რომ მან რა თქმა უნდა არც გაქვს არანაირი სურვილი რომ დაუდონატო. მაგრამ ნუ ამაზე თუ შეფუთავ ამ ყველაფერს, მაშინ კი რა, ადამიანებს გაუჩნდებათ სურვილი რომ შენ დაგასაფორთონ და შენი კონტენტი წაწიონ წინ. თუ დაინახავენ რა თქმა უნდა რომ შენი დონაცია მიდის ზუსტად ამ კონტენტის განვითარებაში და არა
ზუსტად ჯიპის ფულად და ასე შემდეგ. ნუ ვიღაცისთვის შეიძლება ეგეც იყოს კაცო. მე პირადად არ მაქვს პრობლემა, რომ ჩემი ჩარიცხული ფულიდან ვიღაცამ მანქანა იყიდოს, თუ ის ტიპი მომწონს, მინდა რომ დავეხმარო, რატომაც არა თავის ცხოვრება, თავის პროფესია და ამაში ფულს უნდა იღებდეს, რომელი მუშაობთ ანაზღაურების გარეშე, ხო? არ არის ეგრე. თან მით უმეტეს მე არ უნდა ვლაპარაკობდე შენ გაცლებით უფრო დიდი გამოცდილება გაქვს მაგაზე, როცა ეს ხდება შენი საქმე, სამსახური პარალელურად შეიძლება ძალიან რთული იყოს და ესე ვერ აკეთო რა, ასე რომ ვინც აკეთებს გაუმოძოს ხმით, მაგრამ ნამდვილად გადავედით შემდეგზე. ყველაზე დიდი განსხვავება ჯენზისა და მილენიალებს შორის. მილენიალებს შორის. მილენიალებს შორის საკრეფაში ალბათ ამერია. ერთს ვიტყოდი, ალბათ მილენიალის პაუზა. არ ვიცი თუ გინახავს. მაგრამ კონტენტის დაწყებისას, მაგალითად, ჯენზი ეგრევე, როდესაც დააჭერს რეკორდინგს, ეგრევე იმ წამსვე იწყებს ლაპარაკს. მაგრამ როდესაც მილენიალი იწყებს ვიდეოს გადაღებას, ჯერ აჭერს ხილაკს გადაღების, რამოდენიმე წამი აუცილებლად უნდა გავიდეს და მერე იწყებს ლაპარაკს. თუ შეგემჩნევია ეგ. კი, მე ვაკეთებ მაგას და რატო ვაკეთებ? რამდენი წლის ხარ ლევან? 28. ოკეი, ნუ პრინციპში ანუ მე 27 წლის მილენიალი ვარ. ამიტომაც ხო ჩვენ ზილენიალებად ვითვლებით რა, მაგრამ მილენიალი, ოკეი, ეს ბოლო წლის. მე ამდენი ხანი ვაწვევი რომ არ ვარ მეთქი ჯენზი, იმიტომ რომ ესე პირდაპირ იმას მილენიალებთან გაცილებით უფრო დიდი საერთო მაქვს ვიდრე ჯენზისთან, თორე ისე ამდენი პრობლემა არ. რატო ვაკეთებთ მაგას? არ ვიცი. არ ვიცი. მე პირადად პირდაპირ ვიწყებ ვიდეოს რა და ჩემი ის არის რა. დავცინე. შეიძლება გვეშინია რომ ხო ნამდვილად იწერს. სამეგობროშიც არის რამოდენიმე მილენიალი ადამიანი, რომელიც დაცინვის მსხვერპლი არის ზუსტად მაგ მილენიალური პაუზის. მოკითხვა სამეგობროს აქედან. მოკითხვა. სტივ ჯობსი რომ ცოცხალი იყოს ახო, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება? აუ ყურსასმენებთან ერთად ვერ გავიკეთებ, თორე ეს უნდა მეკეთოს ვიჟენპრო და ისე უნდა გისმენდე. ანუ რადგანაც ჩავთვლით იმას, რომ 2007 წელს დაპატენტებული იყო ვიჟენის მსგავსი მოწყობილობა, შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ ალბათ რავი სტივ ჯობსმა იცოდა ამ პროდუქტის შესახებ და შესაბამისად ეს ერთ-ერთი ისეთი პროდუქტია, რომელზეც ალბათ სტივ ჯობს უმუშავია კიდეც. ხო და სტივ ჯობსი მინიმუმ პატენტი ჰქონდათ ფაქტია. კი. ხო და სტივ ჯობსი რო ცოცხალი იყოს, რავი, პრინციპში, სადღაც მაინც მგონია, რომ Apple-ი ალბათ უკეთეს გზაზე იქნებოდა ვიდრე დღეს. იმიტომ რომ აი ცოტა ბოლო წლებში ვხედავ, რომ ცოტა ქაოსში არიან რა, თუნდაც Apple Intelligence არც თუ ისე გამართლებული პროდუქტი არის, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ რაც მაქვს არაფერში არ ვიყენებ საერთოდ. მე ვიყენებ, იცი? ინგლისურად მიწევს მუშაობა და აი ტექსტის რედაქტირება, proofread და ასე შემდეგ. შემთთვის განყოფილი ნაწილი გახდა და ძალიან კომფორტულია, რომ ChatGPT-ს აღარ ვეკითხები, ანუ ეს task-ების ცვლილება ძალიან რთული არის. მაგრამ აი ფოტო ედიტინგი, რაღაცის ამოშლა ფოტოებიდან, ნუ აი მან ძალიან დასახვეწი არის, კი. ხო, ძალიან იშვიათად და პლუს ძალიან დასახვეწი არის, კი, იმიტომ რომ ბევრ შეცდომას უშვებს რა. როგორ არის, იცი, Apple ხო სულ აგვიანებდა ხოლმე რა, ეს 5G smartphone გვიან გამოუშვეს, ბევრი რაღაც გვიან გამოუშვეს, მაგრამ შეჩვეულები ვიყავით, რომ ეს გვიან გამოსვლა ნიშნავდა იმას, რომ პროდუქტი იყო სრულყოფილი, დახვეწილი და სიტყვაზე ის ბაგები, რომელიც წლების განმავლობაში იხვეწებოდა Android-ში, არც Meta-ს იმაში, რა ქვია, პროდუქტებში, ეგ Apple-ს არ ჭირდა, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ეს ცოტა განსხვავებული შემთხვევა არის რა. კი. მაგრამ აი წეღან ნიკას დახმარებით პირველად გამოცადე Vision Pro და არ ვიცი, საოცრება არის რა. უამრავი ვიდეო მაქვს ნანახი, მაგრამ შენ თვითონ უნდა გამოცადო და გატესტო. საოცარი ხარისხი. შენ თუ არ გატესტე, ვერასოდეს ვერ მიხვდები რა, იმიტომ რომ ვიდეოებიდან ეგ გახმა არ არის, ზოგადად როგორი ხარისხიანი ეკრანი არის, როგორ შეგიძლია რომ თვალებით მართო, ტელეფონით მართო ამ ჟესტებით და ასე შემდეგ რა. ძალიან ისეთი კარგი პროდუქტია. თუმცა სამწუხაროდ რაც უკვე 1 წელია მაქვს, ესე მიდევს უბრალოდ ტვერიედება ზემოდან. კაი, მოდი ფასი არ თქვათ, კი იციან, მაგრამ მაინც არ თქვათ რამდენ ლარიანი ნივთი გიდევს ესე. ხო, ნუ ძალიან მაგარი. VR2 გავტესტე, მქონდა 1 თვენახევრის განმავლობაში და
ვერ მივა ახლოსაც მიუხედავად იმისა, რომ Vision Pro-ზე ბევრი თამაში არ არის. არ არის, კი. მაგრამ სხვათა შორის და დამიტესტავს კიდეც PS5-ის remote აპლიკაცია არის, ოღონდ მესამე ხარისხოვანია. შეგიძლიათ ჩვეულებრივ ჩაწერო, joystick-ი დაუკავშირო და ითამაშო PS5. ამაზე? კი. ისე რომ უბრალოდ ეკრანი გამოიტანო და თან შეგიძლია ეკრანი რამდენზეც გინდა იმდენზე გაადო. მაგრამ კონტროლერი უნდა გეჭიროს ხელში. კონტროლერი კი ხელში. რომელიც დაკავშირებული იქნება პირდაპირ Vision Pro-ზე. ეგ ძალიან კაია. კი. მაგრამ სხვა დანარჩენში სამწუხაროდ ვერ ვიყენებ. გავაგზავნეთ მაშინ. აი, მეგობრებო, რომ ვამბობდი მარტივი არ არის თქო. 1 საათი გავიდა და დარესტარტება დაჭირდა მოკლედ კამერას მონტაჟში იმედი ამას ვერ შეამჩნევთ. არ არის მარტივი არც პოდკასტის ჩაწერა, ხო? კი. განსაკუთრებით მე დარწმუნებული ვარ მაგის დამონტაჟება. აუ, არ მკითხე, მე უნდა დავამონტაჟო და აი ვიზიარებ. მაგრამ მე პოდკასტის იმედი მაქვს ზოგადად, რომ არაფერს არ ამოუჭრი მაქსიმალურად იქნება ცოცხალი და ბევრი რაღაცის ედიტინგი არ მომიწევს. ფიქრობ რომ შვილებს ანახებ შენს TikTok-ს ან Instagram-ს. ნახე როგორი სიღრმისეული კითხვები მაქვს მომზადებული. რატო არა? ანუ ეს ისეთი რაღაცა არის, თაც ვიამაყებ ალბათ, რავი, მთელი ცხოვრების განმავლობაში და შესაბამისად, კი, აუცილებლად. თვითონ ნახავენ. კი, ისე შენეს იქნება შენი შვილების დროს კიდე რომელიმე? საინტერესო არის ძალიან. საინტერესოა. ალბათ კი, ჩემი აზრით კი. შეიძლება TikTok-ი არა, მაგრამ Instagram-ი კი. არ ვიცი. Instagram-ის უფრო გჯერა რომ იქნება? რაღაცნაირად, აი ცოტა TikTok-ი ბოლო წლებში არ ვიცი, შეიძლება ან დაბლოკონ, ან გააუქმონ, არ ვიცი, სულ რაღაცა ეს ლაპარაკები რომ მიდის. ხო, ეხა დიდი ამბავი. მაგას არ შევხი, იმდენი ითქვა მაგაზე, რომ ეხა TikTok-ის დაბლოკა აღარ არის უკვე თან აქტუალური. სხვათა შორის Morning Show მე ძალიან მიყვარს. Apple-ის ერთ-ერთი ძალიან კარგი სერიალი არის, მაგასაც გირჩევთ ყოველს რომ უყუროთ. იქ არის ერთი ძალიან საინტერესო ეპიზოდი რა, რომ იქ ხო არიან ტიპები, რომლებიც 20 წელია ტელევიზიაში არიან წამყვანები, თან იქაური დილის გადაცემა ხო საერთოდ სხვა ის არის რა ქვია მასშტაბებზე არის. წელიწადში იღებს ეს ტიპი, რა ქვია იმ მსახიობს? მე თუ ვიღაცები Jennifer Aniston. Jennifer Aniston არის მეორე იმ ღმერთო როგორ დამოვიწყდა იმის სახელი. ოფისში რო არის მთავარი კომიკოსი ღმერთო რამ დამოვიწყა ეს? Steve Carell. Steve Carell მოკლედ უყვება, ხო და ამ Steve Carell არის მოკლედ რომელიც 15 თუ 20 წელი არის დილის გადაცემის წამყვანი რა. $24 მილიონ იღებს თუ რაღაცა წელიწადში, ყველაფერი აქვს მოკლედ ცხოვრებაში გაკეთებული და ზის ერთ-ერთ სცენაზე კინორეჟისორთან ერთად რა და უზიარებს რომ შენო ფილმები მაინც გექნებაო, რომელიცო დარჩებაო რა ხალხს. და ანუ შენი ის არისო მემკვიდრეობაო რა და ნიუსო მეორეჯერ აღარ უყურებსო. კი. და ისე სევდიანად იძახის რომ მაშინ ძალიან ჩავფიქრდი მაგაზე რა და შენი აზრით წლების მერე ექნება რაღაცა ღირებულება შენ ვიდეოებს? იცი რა არის, ანუ თუნდაც ისეთი ვიდეო, რომელიც თქვათ რაღაცა სასარგებლო ინფორმაციას იძლევა რა, ისეთ ხრიქს მაგალითად, რომელიც წლების მერეც აქტუალური არის, რატომაც არა რა, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა iPhone პირობითად iPhone 14-ის unboxing-ს აღარავინ აღარ უყურებს მაგ პერიოდში. ანუ ტექსტიც ფიქრობ, რომ იქნება რელევანტური ექსჩევები? სადღაც კი, ალბათ კი. შეიძლება იყოს. არა, საინტერესოა რა შეიძლება იყოს ტექსტში, რაც დროს გაუძლებს. არ ვიცი. საინტერესოა ძალიან. როგორ არ დაჯდეს ჩვენი iPhone-ი მალე? ისე სადგინდა რო კონდეს შესაძლებლობა მომავალში თუ წარსულში? რო იმოგზაურო. ალბათ მომავალში. მომავალში? კი. რო უბრალოდ ნახო რა ტექია გამოსული მაგ პერიოდში. უბრალოდ რო ნახო. დარჩი ესე იგი შენ რეალში. მე მაგ ძალიან უცნაური ოცნება თუ სული, რომელსაც ვიცი რომ ვერასდროს ვერ ავისრულებ, მაგრამ აი ძალიან მინდა არ ვიცი რატო დიდგორის ბრძოლა ან რაღაცა ბრძოლა ვნახო ლაივში. ოღონდ ზევიდა რომ უყურე ეს დრონის კადრებით რა, ანუ შე მონაწილეობა Vision Pro-ში რო ნახო. ხო, ეგეც შეიძლება, მაგრამ აი ეგ ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ
რეალურად მაგხელა მასშტაბების აღქმა ძალიან საინტერესო არის ჩემთვის რა, იმიტომ რომ ალბათ ძალიან დიდი ქაოსი იქნება, მაგრამ ჩვენ გამარჯვებას ვნახავთ სიამოვნებით. ძალიან საინტერესო სანახავი იქნებოდა. ყველაზე დიდი მითი რაც ინფლუენსერზე გაგიგია. რომ ამ ყოველფრის კეთება მარტივია. ისევ და ისევ ჩვენი დღევანდელი ტოპიკი. რის გარშემოც ვაპარაკობთ, ხო, იმიტომ რომ ძალიან ისეთი აღქმა არის ზოგადად საზოგადოებაში რა, რომ აი მართლა შენ თქმის არ იყოს, რომ აი დადე ტელეფონი და ჩაწერე ვიდეო რა, მაგრამ ბევრად სიღრმისეული რაღაცეები ხდება მაგ ყოველფრის უკან რა და ძალიან დიდი შრომა არის ამ ყოველფრის უკან. რაც სამწუხაროდ არ ჩანს. სადღაც მინანია კიდეც მაგაზე, რომ ამ ყველაფერს არ ვუყვები თუნდაც რა, ჩემ გამომწერებს, რაც ხდება, ასე ვთქვათ, behind the scenes რა, მაგრამ ხო რა, მაინც დიდი შრომა არის რა ამ ყველაფერში. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ აი უცებ რო გადავახევოთ ტექსტზე ფიქრი და ფაქტების შემოწმება და ალბათ შენც დაგიშვია მე ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია მაგაზე რაღაცა არასწორად გაგპარვია და მაგას ხომ მოყოლი ერთი ამბავი რომ აი ეგ როგორ გაბედე და რაღაცა ამას ხო წაკითხვა მოძიება უნდა გასაგებია რომ სიამოვნებს, მაგრამ ხო ჭირდება დრო ტექსტი ეგრეთ წოდებული რასკადრო უკა როგორ უნდა დაალაგო მე გადაღება მე ხო გეშლება ეს ყველაფერი მე ამის ედიტინგი რომელიც არანაკლებ შრომატევადია და არ არის ეგ მარტივი რა ძალიან რთული პროცესია ზოგადად რა ესე რომ ჩაუჯიდე ძალიან მაგრამ ეს შეხედვით კი მეც მქონია ეგეთი ჩაუჭირება რომ უი რა მარტივია მაგრამ მე რო შევეჭიდები რაღაცას უპს თურმე არც ისე კაი შემდეგი წავედით რა აპარატურით იღებ ვიდეოს? კამერით ხო? კამერით, ხო, ანუ ბოლო წლებში გადავედი კამერაზე. Sony A7 მაქვს. არც თუ ისე ძვირიანი, მაგრამ საკმაოდ ისეთი საშუალო კლასის ლინზით, ტამრონით. თუ არ ვწდები 24-75-იანია. რა ღირს? უნივერსალური ლინზა არის, ბევრი იყენებს სხვა შორის, $600-მდე ღირს თვითონ ლინზა. კამერასაც შეეხება $2500 ფარგლებში არის დაახლოებით რა. საკმაოდ ისეთი საშუალო სეგმენტი არის რა, არც ძალიან ისეთი ძვირიანია და პრინციპში TikTok-ის კონტენტს ან YouTube-ის კონტენტს მეტი არც სჭირდება ჩემ flow-ში. ახლა $300-ზე ვერ ვიტყვით რომ მეტი არც სჭირდებაო, მაგრამ იცი რა არის, ხო, ანუ ბევრად უფრო ძვირიანი კამერებიც არსებობს რა და თუნდაც მინახავს რა ისეთი კონტენტი. ზედაზღვარი ხო არ არსებობს. ხო, Marques Brownlee სადაც იღებს ახლა Red-ის კამერებით და Alex-ებით და ასე შემდეგ. ფილმებს იღებენ ხო Red-ით და ხო, რეალურად კი, ფილმებს, სერიალებს, რა ყველაფერს. ანუ teleproduction-ის იმებს რა. რეკლამებს და ასე შემდეგ რა და მარკესი აქვს რაღაცა. iPhone-ის reviews იღებს მაგით. ძალიან ბევრჯერ შემხოდრია რომ ზოგიერთ უცხოელ TikTokers გაცილებით უფრო ხარისხიანი და ძალიან მაგარი ეფექტებით გადაუღია რაღაცა კონკრეტული კადრი ვიდრე ფილმში და მე მგონი TikTok-მა რაღაცა დოზით ძალიან აწია თამასა, იმიტომ რომ ტიპის გაოგნება რომ ვა ეს რა მაგარი კადრია, რა მაგარი ვიდეოა ძალიან გართულა, იმიტომ რომ იმდენი ფული იდება მაგაში რომ ნამდვილად ეგრეა. ძალიან რთულია გაოცება. კაი, შემდეგი წავედით. აბა. ხო, ეს ფორმატი თუ მოგწონთ, ეგეც დაგვიწერეთ. ჩვეულებრივ შეგვიძლია რომ freestyle-ით გავაგრძელოთ, მაგრამ მე მგონია რომ რაღაცა თემების ცვლა ცუდი არ არის და თქვენ რომელი გირჩევნიათ, ეგეც დაწერეთ მოკლედ. გაიხსენე რისი შეკრცვა ბოლოს. რისი შემრცვა ბოლოს. არ ვიცი რისი შემრცვა ბოლოს. კონტენტის კუთხით თუ რაღაც ზოგადად. ზოგადად. დღის განმავლობაში მაგალითად დღეს რა მანქანის რაღაც ნაწილს ვაკვირდებოდი და ეს იყო რა ქვია შეგნით ვიღაც იჯდა თუ მაგის შემრცვა კი რა ისე ზოგადად რავი ზოგადად ვერ ვიხსენებ რისი შემრცხვენია იმიტომ რომ კონტენტის კუთხით პრინციპში რასაც ვაკეთებ ყოველთვის დაფიქრებულად ვაკეთებ ხოლმე რა ანუ რაღაც 1000 ჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი პრინციპი მაქვს ცოტა ჩემ კონტენტში და შესაბამისად ბევრი ისეთი არ ყოფილა რა რისიც შემწვენია. ისე
მე მგონი ერთ-ერთ პოდკასტში გააქვსნა თქვი, რომ ძალიან მრცხვენოდა თავიდან კამერის წინ დგომა. ეგ ხო უკვე ხოლმე რომ ადამიანი რომლის ფაქტობრივად საქმიანობა არის კამერის წინ დგომა, რცხვენია მაგის კეთების. კი, ეგ მქონია და სხვათა შორის fun fact, სანამ რაღაც ვიდეოში გამოვჩდებოდი, ანუ მრცხვენოდა გამოჩენის რა და უბრალოდ რაღაცა ვიდეოებს ვიღებდი, ანუ B-roll-ებს, შეიძლება რაღაც ტელეფონის სხვადასხვა ლამაზი კადრები ყოფილიყო და უბრალოდ voice overs ვადებდი რა. მაგრამ მე რატომაც არ ამოდი გამოჩდები მეთქი ვიდეოში რა და ესე ნელ-ნელა შეურიე რა, თუმცა ხო რა, ანუ თავიდან ეგ მომენტი მქონდა რომ მრცხვენოდა რა გამოჩენის. მაგრამ ხო, მე დავძლია. მე მგონია რომ ეგ სირცხვილის გრძნობა ჯენზის ძალიან ნაკლებად აქვს. ჯენზის საერთოდ არა აქვს. თითქმის ხო ფაქტობრივად არა ხო. ეგ გამქრალია, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც გზღუდავს ჩვენვე თავში და ჯობია რომ ეგ რაღაცები გადავაგდოთ, იმიტომ რომ კი. ვინ იძახდა? ხო, გარი ვაინერჩუკი იძახდა, რომ 90 წლის ტიპთანო უბრალოდ მიდითო და დაუჯექითო და 1-15 წუთი ელაპარაკეთო რა. მიხვდებითო რომ თქვენ რაზეც ნერვიულობთო დღესო ყველაფერი არის აბსოლუტურად სისულელეო. მთავარი რაც არის რომ თქვენ საყოველთაო ადამიანებთან გაატაროთ ბევრი დრო და აკეთო ის რაც გევასება, გიყვარსო რა. აი ეგ გორი მთავარი მუღამი ქონდა 90 წლის ტიპს და აბსოლუტურად ვეთანხმები ძალიან სწორია. მაგ მიდგომას ძალიან სწორია. იმიტომ რომ მართლა უნდა აკეთო ის რაც ყველაზე მეტად გიყვარს რა. 20 წლის რო გავხდი, ხმამაღლა მომივიდა თქმა რომ რამალე გავხდი 20 წლის თქო და ვიღაცა მომაძახაშვილი 80-ის ისე მალე გახდები ვერც გაიგებოდა, მაგრამ შემეშინდა მაშინ. ძილის წინ რაზე ფიქრობ ხოლმე? iPhone 17 როგორი იქნება? კაი რა სუტეკი არა, ეს ხუმრობით. ძილის წინ პრინციპში, აი ერთ-ერთი ისეთი ფაზა არის ხოლმე, როდესაც მინდა რომ უბრალოდ ტვინი გავთიშო. ცოტა ხანი გავსკროლო TikTok-ი, აი ყველანაირი ფიქრის გარეშე და ეგრე რომ ჩამეძინოს, იმიტომ რომ საკმაოდ ძნელი ტრანზიშენია რა რაღაცას რო full force აკეთებ, თუნდაც აი ვიდეოს ამონტაჟებ და აი უკვე ითიშები რა და შესაბამისად აი ძილის წინ ეგ არის ერთადერთი რაც მინდა რომ გავაკეთო ხოლმე, უბრალოდ გავსკროლო და ჩამეძინოს. ხო, აი ის მოთხოვნა არ გაქვს ხოლმე რომ რაღაცა მარტო დარჩე საკუთარ თავთან და ფიქრებთან ყველანაირი გაჯეტის გარეშე? იცი რა არის? კი, მქონია რა. აკეთებ ხოლმე? ვაკეთებ ხოლმე, თუმცა აი გაჯეტების გარეშე რამდენად გამოდის, ეგ დღესდღეობით არ ვიცი რა, მაგრამ თუნდაც აი სეირნობა მარტო ერთადერთი ისეთი რაღაცა არის, რაც მეხმარება, რომ ცოტა გავითიშო, ჩემ თავთან დავრჩე და რაღაცა, ჩემი ფიქრები რაღაცნაირად დავფილტრო რა. აი ისო და ისო გაჯეტებთან კავშირში იმიტომ არის, რომ თუნდაც მუსიკა მეხმარება ამ ყველაფერში რა. რომ ცოტა რაღაცნაირად გადავხარშო ეგეთი რაღაცა, მაგრამ მარტო სეირნობა არის ჩემი ტოპ აქტივობა, რომელიც ძალიან მიყვარს. მშვენიერია. აი ბოლო პერიოდში მეც ცოტა აი გვიან მიწევს ხოლმე დაძინება რა და აი სანამ დავწევი 10 წუთი ზუმაუთს რო გავუკეთებ შენ ცხოვრებას, ეგ ფიქრები ძალიან მეხმარება ხოლმე, რომ აი შეიძლება მაგ დროს მეორე დღე საერთოდ სხვანაირად წავიყვანო. მიუხვდე აი ზუსტად ის რასაც აფასებ, იმიტომ რომ იმდენად საგიჟეთში ვცხოვრობთ ძალიან რომ აი ეს ოდნავ ცოტა დააპაუზე, თითქმის არასდროს არ გვაქვს რა და ჩემი აზრით არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროში ხარ კრეატიული სფერო არის თუ არ მოითხოვს ამას, ეგ ძალიან გეხმარება რომ საერთოდ დაფიქრდე რაღაც ცოტა ფილოსოფიისკენ, ძალიან სიღრმეებში არა, მაგრამ წახვიდე იქითკენ საერთოდ რა გინდა. და რომ მე ხომ აქედან გამომდინარეობს, რომ ადამიანები არ უსმენ საკუთარ თავს, არ ვიცით რა გვინდა, ვაკეთებთ იმას, რაც შეიძლება საერთოდ არ მოგწონდეს, ან სხვას მოწონდეს და მე გვემართება დეპრესია, ან რა ვიცი რა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა, მე ზუსტად მაგას ვამბობ ყოველთვის, რომ უნდა აკეთო ის, რაც ყველაზე მეტად გინდა რა და თუნდაც საქმეშიც ეგრე არის რა, უნდა იპოვო გზა, როგორ დაამონეტიზირო შენი საყვარელი აქტივობა რა. ასე ვთქვათ რა და შენი საყვარელი საქმისგან მიიღო შემოსავალი რა. მაგ დროს ყველაზე დიდ enjoyment-ს მიიღებ ზოგადად ცხოვრებისგან რა. მაგრამ საქართველოში არ ვიცი, პროცენტია რაც მაგას აკეთებს, მაგით ფულს შოულობს, ხო? ეგ ძალიან რთული ამბავია. ბოლო კითხვა? ბოლო კითხვა. მივედით ბოლო კითხვამდე. ამასობაში გავიდა საათი და 20 წუთი. მე მიხარია რომ საერთოდ ვერ ვიგძენით დრო როგორ გავიდა. იმედია მაყურებელი სესია.
აბა რა არის ბოლო კითხვა რა დარჩა? სამოტივაციო კონტენტს თუ მოქმედია შენზე, ან თუ გჯერა მაგის გავლენის. რთულია იცი. მიხდი ხო დაახლოებით რა ტიპის კონტენტს გულისხმობ? აი თუნდაც გარი ვაინერჩუკის მსგავსი ტიპები, რომლებიც რაღაც ეგეთ quote-ებს ისვრიან TikTok-ზე ბერები. კი, უმოქმედია და ძირითად შემთხვევაში ალბათ უფრო უარყოფითად რა, ეგრევე ვთქვი. ანუ თუნდაც ყოფილა ისეთი ვიდეოები, სადაც ანუ იდეაში სამოტივაციო არის, კარგად უნდა იმოქმედოს შენზე, მაგრამ დამიჭერია ჩემი თავი იმაში, რომ მე უკვე comparing-ში გადავდივარ რა. ანუ თუნდაც am I good enough for this ან რაღაცა რა, ანუ რამდენად კარგი ვარ ამისთვის რა. ეგ კითხვა გებადება და ანუ თითქოს შენ თავს აჩელენჯებ და უფრო სტრესავ რა. ხო და არა რასაც გეუბნება ვითომ ეს ტიპი ხო მე მაგას ვერასდროს ვერ გავაკეთებ არა გავაკეთებ ჩვეულებრივად გავაკეთებ უბრალოდ რამდენად სწორი დრო არის ამისთვის რა ეხლა ანუ სხვადასხვა მაგალითი რო გითხრა მაგალითი რო თქვა ну აი თუნდაც ისეთი კონტენტი მინახავს სამოტივაციო რომელიც თქვათ გეუბნება რომ ნუ აი რაღაცა უნდა ადგე და რაღაც უნდა გააკეთო რა ანუ საქმეს უნდა მიხედო რა და იქნებ მაგ პერიოდში არ ხარ რა ანუ არ გრძნობ თავს კომფორტულად რომ რაღაც ააკეთო რა და შესაბამისად გინდა რომ უბრალოდ დარელაქსდე რა და მე უცებ აი Instagram-ს ახასიათებს ხოლმე ეგ რა ბევრი რაღაცა ეგეთი quote-ი რომ გიგდებს ხოლმე მაგ ყველაფერს რა მე უკვე ყველაფერი მთელი ფიდი შეიძლება მაგაზე აგეწყოს რა და ბოლოს უკვე ზედმეტში გადადის რა ანუ თან კარგია და თან ცუდია მე მგონი შენ პირიქით კონტენტი არ გინახავს გარი ვაინერჩუკი ისე მოდი დავძებნი მე მაგას მიდი გარი ვაინერჩუკი ძალიან მაგარია გარი ვაინერჩუკი იძახის ხა ეს TikTok edit-ისთვის ვაკეთებ ამას რა ხო ისე ამოჭრა მე და გარი ვაინერჩუკი იძახის ეგეთ რაღაცას რომ არასდროს ანუ იმაზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს ვიდრე შენი ასაკია, რომელიც შეიძლება იყოს 22, 25, 28, თუნდაც 30 წლის. იმიტომ რომ არავინ არ გთხოვს, რომ ამ დროს იცოდე რა გინდა ცხოვრებაში. ჩვენ ხშირად სტრესავთ ხოლმე ჩვენ თავს და გგონია რომ ყველაფერი იმაში უნდა გყავდეს, ქვია. არ მინდა რუსული ჟარგონი ვიხმარო. ყველაფერი მოგვარებული უნდა გქონდეს, მაგრამ საუკეთესო მაგალითი არის თვითონ, სადღაც 50 წლამდეა. მულტიმილიონერია, ვინმეს თუ გონია რომ წარუმატებელია, მულტიმილიონერია. 25-28 წლის ასაკის დროს მე მგონი სომელია იყო. ღვინოზე აკეთებდა კონტენტს. ბევრი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ცოტა ნახვები ქონდა და მისი ეხლანდელი გადმოსახედიდან იყო ძალიან წარუმატებელი ტიპი. მაგრამ დღეს აი ტოპ ლეველის კომპანიები იქირაობენ საკონსულტაციოდ, აქვს თავისი ძალიან დიდი კომპანია. TikTok-ზე მისი უამრავი ვიდეო არის ვაირალ, გამხდარი, რამდენიმე მილიონი ნახვა აქვს. ხო, ახლა რო გადავხედე რაღაც 55 მილიონი ნახვებია. ხო, ანუ სუპერ ცნობილი ტიპი არის და მოკლედ აი ამ ბიზნესის ბიზნეს სპიკერებს თუ მოდი ესე დავარქვათ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტიპია. რაც თავარია ძალიან მდიდარია რა, ანუ ჩვენი ყველა კრიტერიუმით არის ძალიან წარმატებული ტიპი და ეგ იძახის რომ აი 20 წლის თუ ხარ, ვერც კი წარმოიდგენ ისეთი ბედნიერი ხარ, იმიტომ რომ ლიტერალი 10 წელი შეგიძლია აკეთო ყველაფერი არასწორად და მაინც ბევრი დრო გქონდეს რა. და მე გარის ვიდეოები მაგაში პირიქით მეხმარება ხოლმე რომ შეიძლება რაღაცა ძალიან სტრესავდა შენ თავს რომ ვაიმე ხა რაღაცა ჩემ გეგმებს ჩამოვრჩებიან რაღაც მსგავსი და პირიქით ტიპი შეგხვდეს და გითხრას რომ შენ დრო გაქვს. ძალიან ბევრი დრო გაქვს მაგისთვის და ბევრს არ ჯერა ხოლმე და მეც ძალიან ბევრი ტრეში მინახავს თვით განვითარებაზე და მოტივაციაზე, უამრავი სქემერია, უამრავი აფერისტია, რომელიც გეუბნება გასწავლის როგორ უნდა იშოვო მილიონი და ამ დროს თვითონ ამ წიგნების გაყიდვით შოულობს მილიონს, სინამდვილეში არაფერი კარგი არ გაუკეთებია, მაგრამ მოდი სწორ ადამიანებს ნუ დავკარგავთ კიდე ერთი ეგეთი არის საიმონ სინეკი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სპიკერი არის. პირველად იყო რატომ, არის ეგეთი წიგნი, შეგიძლიათ წაიკითხოთ და აი ოქროს წრეს რო ეძახიან, რატომ, როგორ და რას ვაკეთებ. ეგ არის კონცეფცია, რომელიც მე ბევრმა კომპანიამ წაიღო და დღეს ბევრი ეგეთი კომპანიის ფილოსოფია მაგაზე დგას. ტიპს მართლა
აი გრძნობ რომ მართლა ღილავს მაგაზე აი მაგ მენეჯერულ მიდგომებზე რას უშვებით წინა თაობას არასწორი მენეჯერობით და ასე შემდეგ რა. ასე რომ ბევრი ეგეთი კარგი ტიპი არსებობს, რომელიც მოსაძებნი არ არის მარტივი, რომ ეგეთი ტიპები იყო, მაგრამ არსებობენ რა და თლად ხას ნუ გადაუსვათ მოკლედ კონტენტს თვით განვითარებაზე, იმიტომ რომ სამოტივაციო და თვით განვითარების კონტენტს კი. შეიძლება რაღაცაში დაგეხმაროთ რა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, თუ გინდათ მსგავს ადამიანებზე ვილაპარაკოთ. გავიდა საათნახევარი, ძალიან დიდი მადლობა. პირიქით. ამ პოდკასტის შექმნის მიზანი რაც იყო, რომ პირადად მე ეს ეგოისტურად მიმეღო სიამოვნება, იმიტომ რომ მე მგონია რომ მაყურებელის მიიღებს იდენტურ სიამოვნებას, ეს შესრულებულია. ჩემი ნება რომ იყოს კიდე გავაგზელებდი რამდენიმე საათი, მაგრამ უბრალოდ რაღაცა ქრონომეტრაშიც რო ჩავჯდეთ, ცუდი არ იქნება. ძალიან დიდი მადლობა. გამოგვიწერეთ TikTok-ზე, Instagram-ზე, ნიკას არხიც იქნება ყველა რა თქმა უნდა მითითებული. გამოიწერეთ ლევანის პოდკასტი. კიდევ ერთი პოდკასტი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთი ადამიანი მაინც ოდნავ ჩავაფიქრეთ ან დრო გავაყვანინეთ და საინტერესოდ გავიდა ეს დაახლოებით საათი და 25 ჩვენთვის პირადად ძალიან საინტერესოდ გავიდა და ნახოთ. მადლობა. დროებით მეგობრებო, შეხვდებით მომდევნო ეპიზოდში. Cut. ეგარი. ვაუ. გაიგო, მე გამისწორდა ჩემი. არა, ძალიან კაია. ეს კითხვების ის სხვა შორის ძალიან მომეწონა ფორმატი რა, იმიტომ რომ ხო რა, ანუ სწრაფად გაყვანინებს იდეაში პოდკასტს და ცოტა დინამიურობას მე მგონი შეეცს რა.